საღამომშვიდობისა მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში თოქ-შოუ პრესპრესის მორიგი გამოშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მყოფი ადამიანების ერთნაირ შეხედულებებს. და ეს სულაც არ არის ცუდი. ამ აზრთა მრავალფეროვნებაში დასკვნების გამოტანა თქვენთვის, ანუ ჩვენი მაყურებლებისთვის მოგვინდია. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას. დღეს ამ სტუდიაში ვისაუბრებთ ისეთი საინტერესო ტანდემის შესახებ, როგორიცაა პოლიტიკა და შოუ ბიზნესი. ანუ შევეცდებით გავარკვიოთ თუ რა ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკოსებს მუსიკოსების და კანონები და საერთოდ სადგადის ზღვარი ამ ორი აბსოლუტურად განსხვავებული სფეროს წარმომადგენლების ურთიერთობებში. დღეს ამ სტუდიაში დასმულ შეკითხვებზე პასუხებს გაგვცემენ სამამულო შოუ ბიზნესის ერთმანეთისაგან გამორჩეული პერსონები. ესენი გახლავენ აჩიკო გულედანი, ჯგუფ მწვანე ოთახის სოლისტი, გამარჯობა აჩიკო, მომღერალი კახა ცისკარიძე, იგივე კახა ბერი, საღამომშვიდობისა და ცნობილი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, მოგესალმებით. ასევე მივესალმები ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგს, რომელიც დაკომპლექტებულია შეკითხვების დასასმელად გამზადებული ჟურნალისტებისათვის საღამომშვიდობისა. და სანამ ჩვენი სტუმრები დიალოგს გამართავენ, ტრადიციული თემატური პროლოგი პრესპრესის ეთერში. არჩევნები ეს ის აქტიური პერიოდია, როდესაც სანამ ხალხი აირჩევდეს პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსები თავად და გულმოდგინედ ირჩევენ სახეებს სარეკლამო კამპანიისთვის. ხშირ და უმეტეს შემთხვევაში შოუ ბიზნესის სფეროდან. ლაშა ნეკა კახა მარიკა ალბათ იმიტომ რომ ისინი უფრო პოპულარული ხალხია, ხალხს უყვარს და სწორედ მაგიტომაც მიმართავენ მათ. ამ ღელვარე პერიოდს ფარულად თუ დაუფარავად ელის შოუ ბიზნესის მესოურთა მრავალრიცხოვანი არმია. რადგან ეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ხანაა. როდესაც გვთავაზობენ სხვადასხვა პარტიების მხარდასაჭერად რგოლში მონაწილეობის მიღებას, პირველ რიგში თანხმობას ვაძლევთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიცით თუ ამ პარტიას რა პლატფორმა გააჩნია, რა აქვს მას გეგმა. პირველ რიგში პირადი სიმპათია უნდა გქონდეს იმ პარტიის, რომელიც გთავაზობს. და მე ალბათ კომერციულ სახეს იღებს ეს ყველაფერი და გავშირებულია ფინანსებთან. სრულიად აპოლიტიკური ვარ, მაგრამ უბრალოდ ესეთი ჰიმნები და რაღაცები რო რა თქმა უნდა იმღეროს, აბა პოლიტიკოსი ხوان იმღერებს. მომღერალთა გუნდურად გუნდრუკის კმევის ახალი ფორმა მოდაში 5 წლის წინ მოქალაქეთა კავშირმა შემოიტანა. გახარებული მომღერლების ხმებმა მაშინ პირდაპირი გავლენა იქონიეს პოლიტიკური პარტიისადმი მიძღვნილი ხმების რაოდენობაზე. ერთი სიტყვით, ახლებური PR კომპანიის პიონერთა ნაბიჯები აპრობირებულ და სარგებლიან ურთიერთობებში გადაიზარდა პოლიტიკოსებსა და მუსიკოსებს შორის. არჩევნების თუ უბრალოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცვლილებების დროს იმედის მომცემად ხმა ამოღებულ მომღერალთა სახეები დღეს უკვე ეპოქის დამახასიათებელ ატრიბუტთა კატეგორიაში შედის. ეს იყო და მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდებოდა, როდესაც მე ვენდობოდი ადამიანს, ვიცოდი რა უნდა და როგორ უნდა და ჩემი ძმა რო იქ არ ყოფილიყო, მე არასოდეს არ ვიქნებოდი არც ერთი პარტიის, ასე ვთქვათ, წამყვანი სახე. მუსიკოსი პოლიტიკაში უნდა ერეოდეს თუ არა, ეს ალბათ თვითონ მუსიკოსის გადასაწყვეტია. როცა ერთ პარტიას ამღერი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ იმას აძლევ აუცილებლად ხმა, შენ უბრალოდ მომღერალი ხარ და უფლება გაქვს, რომ იმას უმღერო, ამას უმღერო. შენი შემომავალი წყაროა, ხო? შენი ის არის კარიერა და ამიტომ უფლება გაქვს ყველანაირად და არ ვთვლი ამას კი არ და ვთვლი მიზან შეწონილად, იმიტომ რომ თითქმის მთელ მსოფლიოში ესახდება. ეროვნული შოუ ბიზნესის მესვეორებიც ზოგი ეროვნულ, ზოგი მეგობრულ, ზოგი მოქალაქეობრივ და ზოგიც კომერციულ საწყისებზე ჩაებნენ საერთო თამაშში. თუმცა ამ თამაშიც იყო ისეთი წესები, რომლებსაც ხან ერთი მხარე არ ან ვერ იგებდა, ხან მეორე. წინა არჩევნებში ერთი კონცერტი იყო, რომელიც კომერციულ სახეს ატარებდა და გვერდი ვერავარით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია იღებდა მონაწილეობას ამ აქციაში. სადაც ვიცი მელოდებია არასოდეს არ შექმნილა ეს ნაწარმოებები ამის გულისთვის, რომ ის მოხმარებოდა პოლიტიკას. ის მხოლოდ შექმნის მერე იტაცებდნენ ამას პოლიტიკოსები, როგორც თავიანთ სარეკლამო რგოლებს ან კლიპებს.
რაც შეეხება ქვეყანაში აფერები მუქის ეს სიმღერა უკვე გამზადებული იყო ძალიან დიდი ხნის წინათ პოლიტიკასთან არავითარი საერთო არ ჰქონდა და ზუსტად პოლიტიკოსების თხოვნის შემდეგ უკვე ეს 6 თვის მერე ეს კლიპი გამოსული რო იყო მათ შეძლეს და გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ქვეყანაში აფერები მუქი დროზე მასხრებო აგვინქეთ შუქი იმის მაგივრად მიხედოთ ხალხს წევხარ და უშვებთ უკნიდან გას წევხარ და ხრინავთ როგორ ხორები გაუმარცხარი მუქთა ხორები დაუნახავი მუქთა ხორები ვახ იყო დაგეგმილი ტურნეები, ხო? ხარ დასაჭერი, მაგრამ ჩვენ არ გამოვიდიოდით კონცერტებზე და არ ვიძახოდით, რომ ხმამი ეცით რაღაც. ესეთი რაღაც არ ყოფილა. უბრალოდ ჩვენ ვღეროდით იმ ხალხისთვის. ხო და ეს რაღაცა სახეს თვითონ აძლევენ ხოლმე პრინციპში. მაგრამ ყველამს რა თქმა უნდა იმას ვერ ვიტყვი რომ ამბობენ ხოლმე რომ იცით რა არის ჩვენ სიმღერა ჩავწერეთ და არ ვიცოდით რომ ეს იმის ხასამ ხარდაჭერო იქნებოდა და რაღაც ესეთ რაღაც ნამდვილად ვიცოდით რომ შეიძლებოდა რომ რაღაცა სახე მიეცათ ამისთვის მაგრამ ჩვენ დავთანხმდით იმ ხონდა სურვილი უნდათ რომ კეთჭი მეყარა მაგრამ თუმცა დამკვეთმა პოლიტიკოსებმა სანიმუშოდ შეითვისეს მეგობარ პარტნიორთა პროფესია და ბევრად უფრო შთამბეჭდავი შოუები მოუწყვეს შოუ-ბიზნესის ცნობილ სახეებს. გასოცნია შესრულებული უნიკალური ქმედება, რომელიც დღეს განკუთვნილია თითოეული თბილისელის ერთვის. მე მაქვს იმედი იმისა, რომ მართლა აღორძინდება კულტურა საქართველოში და ეს მოხდება ამ ხალხის დახმარებით. თავის მხრივ ახლებური შოუს მოწყობის ნიჭი გამოავლინეს შოუ-ბიზნესის მესოურებმაც. ბოლოდროინდელი პოლიტიკურ მუსიკალური სანახაობების ფინალური აკორდი კომიკური მიუზიკლიდან გაისმა. იგივე სახეები, იგივე ხმები, არა იგივე კონტექსტში და რაც მთავარია ერთად. რა თქმა უნდა კეთილშობილური, მაგრამ ცოტა არ იყოს გაურკვეველი ჟესტი. გაურკვეველია ზოგადად პოლიტიკისადმი თუ საკუთარი რეპუტაციის აღდგენისკენ მიმართული. ეს ჰიმნი ხარს უჭერდა ვარდების რევოლუციას და ახალ დღეს ვუმღერეთ და ახალი იმედებით ახსოვსე ვიყავით ყველა. ეს იყო უბრალოდ ახალი დღისთვის, გამარჯვებისთვის ხალხს უხარო და ეს იყო ჰიმნი, ისევე საქართველოსთვის, სადაც მე მივიღე მონაწილეობა. მაგრამ ეს რომც ყოფილიყო, სიმართლე გითხრა, არ იყო, მაგრამ სხვა პარტიის სიმღერაც რომ ყოფილიყო, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ვარ მომღერალი და ეს არის სიმღერა, მივალ ვიმღერებ. დავაი ახლა არჩევნებს. ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი თემით შოუ-ბიზნესი და პოლიტიკა და ალბათ სულაც არ არის გასაკვირველი, რომ სამამულო მუსიკალური სამყარო სამამულო პოლიტიკურ ნებათაღელვებში ყოველთვის ემოციურად და აქტიურად იყო ჩართული და ალბათ მომავალშიც ჩაერთვება. ჩვენ უბრალოდ შევეცდებით ყველაზე საინტერესო მოვლენების დეტალებს გავეცნოთ. მე აქვე შეგახსენებთ ჩვენი სტუმრების სახელებს და გვარებს. ესენ გახლავან ყველასთვის კარგად ცნობილი კომპოზიტორი ბატონი ჯემალ სეფიაშვილი, რომლის ნაწარმოებების ყოველთვის ეხმიანებოდა და ეხმიანება გნება პოლიტიკაში თუ გნებავთ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე საინტერესო მოვლენებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მეორე ჩვენი სტუმარი გახლავთ კახა ბერი, იგივე კახა ცისკარიძე, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა ერთ პოლიტიკურ ძალასთან და კერძოდ რეგიონთან და იმედი მაქვს ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შემდეგ ის გათავისუფლდება ამ ასოციაციებისაგან. სტუმარი რეგიონი. და რა თქმა უნდა, ჯგუფ მწვანე ოთახის სოლისტი ბოლო მოვლენების შემდეგ წვიმის მუსიკოსად მონათლული ადამიანი აჩიკო გულედანი გამარჯობა. ალბათ საინტერესო ამ ადამიანების პასუხები დღეს ჩვენ სტუდიაში დასმულ შეკითხვებზე, ასე რომ დავიწყოთ საუბარი და პირველი შეკითხვას ლალი ფაცია დასვამს ტრადიციულად. მოგესალმებით, ლალი ფაცია, ჟურნალი თბილისელი. ბატონ ჯემალთანმა კითხვა თუ შეიძლება. მე როგორც მახსოვს ანონსში ამბობდით, რომ ჩემი მუსიკა არ არის პოლიტიკური, ის ეკუთვნის ხალხს. ანონსში ასეთი ტექსტი გადიოდა. ჩვენმა წამყვანმაც აღნიშნა და მეც ვიცი, თქვენი მუსიკა ძალიან მიყვარს და ის ეხმიანებოდა ყოველთვის ესეთი ქვეყანაში მომხდარ ღირსშესანიშნავ მოვლენას. დავიწყოთ თუნდაც ეს იყო ოენავ ჩემო დედა ოენავ 1978 წელი შემდეგ
1999 წელი, ეს იყო ტიტები. გაიარა რაღაცა პერიოდმა 1900 სულ 10 ყოველ წლებში რაღაც საინტერესო ხდებოდა. 1999 წელს შეიქმნა გიხაროდენ. აი ამან არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია რატომღაც აი იმ ხალხში, რომელსაც თქვენი სიმღერა მეც დავამატებ ლალი უკაცრავად მანამდე იყო ასევე სიმღერა კონკავშირელი გული. კონკავშირული გული. ეს უფრო ადრეული პერიოდია მე როგორც მახსოვს. 79 წელი. ორი ციკლი იყო სიმღერაში. და უამრავია ასეთი. უამრავი ასეთი. და შეკითხვის არსი რაში მდგომარეობს ლალი? აი ზუსტად ბოლომ განსხვავებით წინა მორბედებისგან არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია იმ ხალხში, რომელსაც ეკუთვნის და უყვარს, ხო? თქვენი მუსიკა, აი რა იყო ამის მიზეზი? რატო რა მოხდა? აი ესეთი ყველამ ერთნაირად არ მიიღო. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც ავტორი? იცით, რომ დიდი ჩოჩქოლი გამოიწვია ამ სიმღერამ და სხვათა შორის კერძოდ რომელმა ბატონჯემო? გიხაროდენზეა. გიხაროდენზეა, კი ლაპარაკი. გიხაროდენზეა. ტექსტის ავტორი არის ბატონი რეზო ამაშუკელი. ბატონი რეზო ამაშუკელი, კი. ფაქტურად ბატონი ჯემალის ესე იგი წყალობით გაიმარჯვა, ხო? არა, არც ესეა, იცით, როგორ არის, მართლა აზრთა სხვაობა იყო. იცით რა, მე მახსოვს ეს ფაქტი, იმიტომ რომ იმ დროს ჩვენ ჩავწერებთ ინტერვიუ მე და თქვენ და კარგად მახსოვს სათაური იყო ასეთი, ვისაც ჩემი სიმღერა არ მოსწონს, მე არ ვარ ოფთალმოლოგი, თვალი აუხილო მათ. სხვა შორის ეს იყო ჩემი ინტერვიუ. იყო ასეთი ინტერვიუ, ოფთალმოლოგი მართლა არ ვარ, მაგრამ იცით რა, აი იყო უამრავი, თქვათ, მithkma mothkma და დაბეჭდილი, მაგრამ არსად არ დაწერილა ის, რომ სიმღერა არ მომწონს, სიმღერის დრამატურგია არ მომწონს, შემსრულებლები არ მომწონს, კლიპი არ მომწონს. ნუ იყო ესე, რა უხარიათ, თქვათ, არა გვაქვს შუქი, რა უხარიათ, ტორტი ვერ გამოვაცხვე, გაზი აღარა მაქვს. აი, როდესაც მუშაობდით იმ პერიოდში, თქვენთვის ხო ტექსტი ცნობილი იყო, აი, როდესაც ამას შესთავაზებდით საზოგადოებას, დარწმუნებული იყავით, რომ მიიღებდა ის ამას? მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მიიღებდა, მაგრამ იმაშიც ვიყავი დარწმუნებული, რომ აზრთა სხვაობას გამოიწვევდა ეს ტექსტი და სწორედ იმიტომ იყო, რომ მე წინასწარ მოვემზადე იმ შეკითხვისთვის, რა უხარიათ, ან რა გიხარიათ და სოსო პავლეაშვილს სპეციალურად ვამღერე გახსოვთ რეფრენი საქართველოს გადარჩენა გიხაროდენ, იმიტომ რომ ამას მე ხას ვუსმევდი. ეხლა მე რატომღაც ვთვლი რომ თუ კი ვინმე საღიზიანებდა ეს სიმღერა, ესეც მხოლოდ პოლიტიკური მრწამს. და არა ვთქვათ დამოკიდებულება მომღერლებთან, კომპოზიტორთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იუმორის დონეზე იყო ტელეკომპანიებში იწერებოდა ხოლმე მორბენალის ტრიქონი რა გიხაროდენ შუქი აღარა მაქვს გიხაროდენ ფული აღარა მაქვს ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მრწამსი თვითონ პიროვნებების ახლა საზოგადოებაში სხვადასხვა პარტია ყოველთვის და ვიღაცა მხარს უჭერს მაყვალას ვიღაცა პეტრეს და ასე შემდეგ. აი თვითონ სიტყვა გიხაროდან მე როგორც ვიცი ეს არის ძველი ფორმა და არის ლოცვის პირველი სიტყვა, ღვთისმშობლის ლოცვის და ეს ამან ხომ არ გამოიწვია ჩემი სუბიექტური აზრია, ხომ არ გამოიწვიებთ კი რაღაცა ისეთ გაბიზიანება. არა, ისიც მე კარგად მოგიხსენებათ როგორ დიდ სამუშაოს ვატარებ ყოველთვის პოეტთან და ეს რასაკვირველი იყო ბატონ რეზოსთან შეთანხმებით და ალბათ ბატონი რეზო ამაშუკელის პიროვნება, რომელიც ძალიან კარგად იცის სიმღერაში ამ სიტყვის გამოყენება შეიძლება თუ არა. გასაგებია. შემდეგ შეკითხვა. მოგესალმებით, ნანა არჩოძე, გაზეთი ქრონიკა. ბატონ ჯემალ, და ეს არის ხალხისთვის შექმნილი თქვენ როგორც ამბობთ. იყო გიხაროდენ, მერე იყო ახალი ხმები, ახალი საქართველოსთვის. თქვენი მრწამსი არ იცვლებოდა ამ პერიოდის მანძილზე. ანუ ის გიხაროდენ, რაც გადარჩენას უნდა გავხარებოდა, რაღაც შეიცვალა თუ არა. ნუ თუ არ შეიცვალა ეს 4 წლის მანძილზე და თუ არ შეგეცვალა თქვენ აზრი, თუნდაც იმ ლიდერების მიმართ ვინც არა, ლიდერებზე არ ლაპარაკი, იცით რა, მან ცოტა სხვა ტექსტია და სხვა იდეა ჩადებული და სხვა მრწამსია ჩადებული და მე არ ამგონია ქვეყანაში იყოს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყნის ბედნიერი მომავალი არ გაუხარდა. ეს არ არის ნომენკლატურული სიმღერა, ისევე როგორ არც ერთი ჩემი, ხო მართალია? ეს იყო საუბარი ხალხთან, თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით, ეს იყო
ენერგიის მომავლის, ბედნიერი მომავლის ენერგიის ჩადება ისევ და ისევ. ანუ თქვენ ბოლომდე ამის დღეს თქვენი მე მოქალაქე ვარ. მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე. ან ბატონ ჯემალ, იგივე ჰიმნი შესაძლებელი იყო, იგივე წარმატებით გამოყენებული იყო სხვა დაუშვათ პოლიტიკური ჯგუფის რეკლამისათვის. თუმცა ბლოკის სახელწოდება ქონდა ახალი საქართველოსთვის. არა, რომელ მეორე სიმღერაზე ლაპარაკი გიხარობენ. ორი როგორც მომდა. არა, ეს არა. სახელი ქონდა ახალი ხმები ახალ საქართველოს და არა ბლოკის სახელწოდება ახალი საქართველოსათვის. ეს ძალიან ვთხოვთ. ზუსტად ამ ბლოკისთვის სარეკლამო, მაგრამ ეს მაინც იყო პოლიტიკური რეკლამა. არა, ჩვენ არ ვკამათობთ, საუბრობთ, არა, ეხლა ამ სიმღერას ძალიან კარგი ისტორია აქვს, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და ალბათ თქვენ ციცი ჟურნალისტებმა და საზოგადოებამაც იცის, რომ ეს სიმღერა, ამ სიმღერას პრემიერა შედგა 26 მაისს შარშან. 1 ივლისს უნდა ყოფილიყო კლიპის პრემიერა და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სიმღერა. ამის შესახებ ჩვენც მომღერლებმაც არა ერთხელ თქვით. ნუ მე რა მოხდა ეხლა კლიპის გადაღება დაიწყო ივნისში, მე სხვადასხვა გარემოებათა გამო შეჩერდა ძალიან დიდხანს არ იყო არაფერი და მე დაგვაყენეს ფაქტის წინაშე რომ აი იცით ეს უნდა გახდეს საარჩევნო. იცით აქ უკვე ჭიდაობას დრო აღარ ქონდა, ჭიდაობის ასე ვთქვათ არც საშუალება იყო და გახადეს საარჩევნო კლიპად. მე გიმეორებთ, ხას უსმებ, არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ ეს საარჩევნო სიმღერა არ არის. ნუ რაღაც სუმბური იყო ეთყობა. თუმცა თქვენ თანახმა იყავით, ხო რომ გამოყენეთ. იცით რა, მე სექტემბრის თვეში, რასაკვირველია, მაშინ როცა ფოთის თემა იყო მხოლოდ გადასაღები, მე არათუ უფლება არ მქონდა მეთქვა უარი, იმიტომ რომ მე მარტო არ ვიყავი, იყო მხოლოდ დიდი კოლექტივი ჩვენი შემოქმედებით. გასაგებია, დიდი მადლობა. ხატია შემდეგში. მოგესალმებით, ხატია შემგია რადიო ფორტუნა, მოგესალმებით ბატონო ჯემალ, კახაბერ, აჩიკო. მე სამეოსთან მექნება ეს კითხვა. ლუკამ დასაწყისში აღნიშნა, რომ ნუ პოლიტიკოსების და მომღერლების სტანდა. მე მაინტერესებს აი თითოეულმა თქვენთაგანმა, სამივე განსხვავებულ პარტიასთან ასოცირდებით, ხო? აი რაში გამოგიყენეს პოლიტიკოსებმა და თქვენ რაში გამოიყენეთ ისინი? საინტერესო შეკითხვაა. იცით მე ვერ გეტყვით შედეგია თქვენი ურთიერთობა შეიძლება მე დავიწყო მე ვერ გეტყვით რომ მე გამომიყენებია პოლიტიკოსები ოდესმე და ან პოლიტიკოსებმა გამომიყენეს მე ანუ რაში გამოადექით თქვენ იმ პარტიას და თქვენ რაში არ ვიცი რაში გამოადექით ალბათ ყველაზე მეტად ეს სიტუაცია გამოიყენა საქართველოს ჩვენმა მოსახლეობამ რომელსაც დარჩა სიმღერა მე ვერ გეტყვით რომ და თქვენ ვერ იპოვეთ ჩემს სიმღერაში ვერც ერთ ნომენკლატურულ სიმღერას სადაც პიროვნულად სიმღერა არის ან პარტიაზე ან პრეზიდენტზე ან პრემიერ-მინისტრზე ან სამმართველოს უფროსზე ყველა ჩემი სიმღერა ასეთი არის მხოლოდ საქართველოს და ეს მეორე სიმღერა რატომღაც აღარ ტრიალებს ტელეეთერში მეორეზე ვიცით ვერ გეტყვით რატომ იმიტომ რომ დატრიალდება ალბათ დატრიალდება იმიტომ რომ მე ვთვლი რომ არ არის მე და არც ერთ სიმღერაში მე არ მithქოს რომ ხმა მომეცით ხმა არ ასოციაცია ისეთი რამ არის თქვენ გაქვთ სხვას არ აქვთ მართალი იმიტომ ქვია მას ასოციაცია ხო და არც ერთ ჩემს სიმღერაში არც დღემდე არც დღის შემდეგ არ იქნება ნომენკლატურა ანუ სიმღერა მომეცით რა გასაგებია ესეც ვერ იპოვით ასოციაცია ვის როგორი ექნება ახლა მე შამქუნელი ვარ მშობელი არა და არა ოფთალმოლოგი გახობა შეიძლება პასუხს გასცემ ხატიას შეკითხვას რაში გამოგიყენეს პოლიტიკოსებმა ან პირიქით ნუ მე რომ გამოგიყენე ფაქტია არ გამოგადგა არ გამომადგა ანუ რაში აპირებდი გამოყენებას მაშინ რაში ვაპირებდი და რა იმედი გაგიცნო არა არც ვაპირებდი მე საერთოდ არ მიყვარს გამოყენება ისევ როგორც არ მიყვარს რომ მე გამომიყენოს ვინმე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ამის საშუალება არ არის არ ფიქრობ რომ გამოგიყენეს თავიდან აღორძინო ნუ რა თქმა უნდა ამას შეიძლება კი არა და ესე ფორმა მიეცემოდა რა თქმა უნდა იმისი რომ ალბათ გამოყენებული ვიყავი მაგრამ ნუ ამით მე მგონი რომ მე არც გაღიზიანება არ გამომიწვევია და არც მსგავსი რაღაც პოლიტიკური როგორც ზოგიერთმა გააკეთა
სიტყვით მე პოლიტიკური სიტყვით არასდროს არ გამოსულა. მე უთანხმობა თქვენ შორის არ ყოფილა? არა, არ ყოფილა, არანაირი უთანხმობა. მაშინ რატო შეცვალა დათო ხუჯაძემ, რომელიც არ არის წარმოშობით აჭარიდან? შენც აპირებდი პარლამენტარობასთან. არა, არც ასისულელი, არც მიფიქრია. და არც ვფიქრობ ალბათ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ანუ დაუშვათ ის მომენტი, ხო? არა, მართლა არც მაქვს, იმიტომ რომ იმდენად მე ვთვლი რომ პოლიტიკაზე უფრო, ჩემთვის ჩემი საქმე უფრო საინტერესოა. რას ფიქრობ დათო ხუჯაძემ რატო შეცვალა? იცი რა არის, ნუ ალბათ იმიტომ რომ უკვე იგრძნობოდა ის მომენტი, რომ ჩემგან არისო, თქვათ ისეთი უკვე როგორც თქვათ ადრე ანუ მე ვიყავი ერთ-ერთი პროდიუსერი, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო რა ქვია, გასართობი თუ რაღაც ხო, აი საკონცერტო მოღვაწეობის. ნუ ბოლოს უკვე იმდენად რამდენადაც მე ფიზიკურად უკვე იცი რა არის, აქ უკვე სხვა სიტუაცია იყო, იმიტომ რომ იმდენად რამდენადაც მე არასდროს ამ მსგავს აქციებში მე ფული არ ამიღია. ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე ხალხი ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებდა რა, ანუ მე უნდა მქონოდა უკვე თბილისში ვთქვათ, ელემენტარულად იგივე მანქანა, ახლა ძალიან ის მნიშვნელოვანი შეიძლება საკითხებზე ვლაპარაკობ, ვთქვათ, რაღაც ელემენტარული საშუალებები, ანუ პოლიტიკოსების თან ურთიერთობის დაინტერესება რაშიც არის. ელემენტარულია, რატომ არ გთავაზობდნენ ამ ყველაფერს? შენ აღნიშნე რომ გამოყენება მაგას უფრო ქვია, იცი? შენ აღნიშნე რომ მუშაობდი ანაზღაურების გარეშე და ხო არ მოსული არავის იდეა რომ დავშოთ შემოეთავაზებინა შენთვის იგივე მანქანა. აი უკვე ვეღარ მოვასწარეთ მაგის კითხვა. კახაბე. მეც რაღაცები ვერ დავასრულოთ, ხო, მე მგონი რაღაც შეკითხვა იყო. უკაცრავად ხატია გააგრძელე რაღაცას კითხულობდი. ხო, რატომ შეგცვალა? ხო და აი მაგას და თუ არის მაინც არ არის ხო აჭარიდან და შენ ასოცირდა. ანუ მე ჩემთვის უკვე არასასიამოვნო მომენტი იყო ის რომ ცოტნე ბაკურია და ბრეგაძე აბსოლუტურად აი არასწორი ფორმით გამოსვლები, არასწორი, იცი რა, ამას უკვე რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა რა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ხალხმა მომიყვანა, მე მომიყვანა ესე ვთქვათ, სტუმარი რეგიონიდან რომ ხანდახან ხუმრობ ამაზე, ხალხმა მომიყვანა და აქედან გამომდინარე, იცი რა არის, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოხდებოდა ის მომენტი, რომ ამ ხალხს წინააღმდეგ, ვთქვათ, მე გამოსულიყავი, წავსულიყავი რაღაცა, იმიტომ რომ იმდენად არასწორი ფორმა იყო უკვე გამოსვლების, არასწორი PR-ის. ხო, იგივე PR-ის, იგივე აბსოლუტურად რაღაც დიალოგები, ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, ვადევნებდი თვალს, იმიტომ რომ მე მაწუხებს ეგ პრობლემა, იმიტომ რომ მე ბათუმელი ვარ და ბათუმის პრობლემა ყოველთვის მაწუხებს რა. და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი იმას, რომ გამენეიტრალებია რაღაცა ინე სიტუაცია რა, იმიტომ რომ ეს ცენტრი და რეგიონი ძალიან დამღლელი იყო ყოველთვის რა, ეს ძალიან დამღლელი იყო ისე როგორც თბილისისთვის, ასევე ბათუმისთვის რა. ამიტომ მე მაქსიმალურად ბოლოს თავი შევიკავე უკვე რაღაც პოლიტიკურ აქციებში მონაწილე თუ მე არც პოლიტიკურში არ მიმიღია უკვე ხო რაღაც თუმცა ეხლა არც პოლიტიკურში და არც ისე საკმაოდ დიდი ხანი არ ჩადიოდით ხო ბათუმში რაღაც კონცერტები, რაღაც გარკვეული პერიოდი იყო პაუზა, რომ ბათუმში არ ჩასულა. ხო, არა, არ ჩასულა რა, წინა ზაფხულს შემდეგ რა. ზაფხულში ვიყავით, ისიც კონცერტი ჩვენ მქონდა ურეკში უკვე არტიმედიდან, იმიტომ რომ მე გავწევრიანდი არტიმედში და უკვე გადაწყვეტილებას ჩემი მოღვაწეობის კომპანია იყო და აქედან გამომდინარე უკვე მე აბსოლუტურად გამოვეთიშე მსგავს რაღაცებს და რაც შეეხება ხუჯაძეს, ну ალბათ იქიდან გამომდინარე რომ იქ კიდევ სხვა რაღაცა დაინტერესება იყო იგივე ბაკურიასგან, იგივე ჯემბობტიზე თუ ну არ ვიცი ლიდერებისგან. ფაქტი ის არის რომ მოხდა ისე რომ მე თვითონ გაკურებული დავრჩი, არც ყოფილა საუბარი ამ თემაზე, გავიგე ალიაში, წავიკითხე მოულოდნელი ხო, სახე აიყვანეს დათო ხუჯაძე. всё, იგი ყოდა ეგ რა, ალბათ იყო ჩემიდან გამომდინარეც იყო ეს მომენტი. გასაგებია, დიდი მადლობა და მე მგონი აჩიკოს არ გაუწია, ხო, პასუხი აჩიკო შენ ბოლო დროს ჩაერთე ამ რევოლუციებში, პოლიტიკურ ამბებში, ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ. ბევრს არ ვილაპარაკებ, ყველაზე კარგი რაც არის ვისგავთ პასუხი, რაც ყველას გეტყვი. ყველას ერთად. არასდროს არ მივსულ არ არსად არავის გადაწყვეტილების გამო და ყოველთვის მე ვწვიტავ სად უნდა მივიდე, სად მინდა რომ მივიდე და სად არ მინდა რომ მივიდე და ალბათ ეგ არის მთელი პასუხი, როგორც წავსულ ვარ სიტყვაზე მიტინგზე 99 წელს,
ისე წავედი ზუსტად ეხლა, ოღონდ გიტარით ხელში წავედი. აჩიკო, შენ გაცილებით უფრო აქტიური იყავი ამ რევოლუციის პერიოდში ვიდრე შემდეგ, ხო? და პრინციპში ყველა ველოდებოდი შენს უდიდეს აღიარებას, იმიტომ რომ პრინციპში შემდეგ რა უნდა მექნა? გეტყვი, რა უნდა გეტყვი, ეხლა ვეგეტყვი. შემდეგ რა უნდა ყოფილიყო? რა აღიარება ხვდათ გიხაროდენის შემდეგ მომღერლებს? მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ის მომღერლები ისეთი პოპულარულები არ იყვნენ მანამ, სანამ გიხაროდენს იმღერებდნენ და არ ვიცი, ჩვენ ველოდებოდით შენგან, ნუ იგივე პოლიტიკოსებისგან უფრო დიდ ხარდაჭერას და უფრო გააქტიურებას. არა, იცი რა, პოლიტიკოსი მუსიკაში ხარს ვერ დაგიჭერს ახლა რა. კონცერტს გაგიკეთებს. ის კონცერტი, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა ცოცხალის შესრულებით, მე მგონი აჩიკოსაც ენთუზიაზმზე მოუწია მუშაობა. არა, იცი რა, არის ხოლმე რაღაც ცოცხალის შესრულებით ცოტა ხამაღალ ნათქვამია კონცერტთან დაკავშირებით. ხო, რაღაცა ლაგალია მომღერალი რა. ხო. მომღერლები ფონოგრამის თანხლები. ხო, რაღაცა კონცერტი ცოტა ის. არა, მაგას შეხს აბსოლუტურად სხვა თემაა. ჯობია რომ ხამ სხვა რაღაცას გეტყვი, ის რომ მთავარი არის ერთი რაღაცა, ჩემი აზრით რა, ამ შემთხვევაში. თუ შენ რასაც თქვი, იმას გავიმეორებ, სადმე მიდიხარ, აი სიტყვაზე. ეხლა უბრალოდ ჩვენ ჯგუფი ყავდა და ქონდა მეტი საშუალება, ასე ვთქვათ, ხალხისთვის რაღაცა გვეთქვა, ვიდრე მქონდა მაგალითად საშუალება 99-ში. 99-ში ზუსტად ისევე მღეროდი, ოღონდ ხალხური გუნდი იყო და მაშინაც მღეროდით, ოღონდ ხატვის სახლთან მიდეხით და მაშინ ეხა ნაკლებად მიცნობდა ფართო საზოგადოება. ეხლა მეტად მიცნობდა და ეხლა მეტად მოხდა პერსონიფიცირება, თორემ იგივე სიტუაციაა ზუსტად. მე მაშინ იქ მინდოდა ყოფნა 99-ში და ეხაც იქ მინდოდა ყოფნა. უბრალოდ ეხა გიტარა მქონდა და კიდე ბევრი რაღაცეები და შემეძლო რომ ნამდვილი თქვათ, ასე ვთქვათ, იდეალური სიტუაციაა კონცერტისთვის ეგეთი ექსტრემი და ეგეთი რაღაცა რა. ეხლა მოწყობილი ის კარგია. აი ეგ არის ყველაზე მაგარი. და აჩიკო ხომ არ გეჩვენება რომ ზომაზე მეტად პოლიტიზირებული იყავი იმ დღეებში. აი არ იყავი შენ მხოლოდ მუსიკოსი, იმიტომ რომ აკეთებდი უამრავ კომენტარს სხვადასხვა არხით, გამოდიოდი, აქტიურობდი. ესე იგი შენ იყავი პრაქტიკულად ესეთი პოლიტიკოსის რანგში აყვანილი. პოლიტიკა კიდე პოლიტიკოსი კიდე სხვა რაღაცაა. მე ერთ რაღაცას ვიტყვი და ზუსტად აგიხსნით, რატო ვიყავით ჩვენ ეგეთ სიტუაციაში. თოდესაც ეს მოხდა ყველაფერი, ხო, ეს ნოემბრის ამბები, ნუ ყველა აი რაღაც ყველა შეწუხებული ცოტა ისეთი სიტყვაა რა, რომ გაბრაზებული ხარ და ეხა ეს პეტიციებზე ხელის მოწერა და რაღაც გაუგზავნო შევარდნაძეს. არა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ. შეიძლება, ერთ წუთი. დავამთავრებ. გაუგზავნო შევარდნაძეს ის წაიკითხავს და შერცხვება არ არსებობს, არ შერცხვებოდა არაფრის და ეხა თქვით ეგეთი რაღაცა, ესე ვიდექით რა კინოსახში, რომ ეხა აღარ შეიძლება ეხა ესე პეტიციების მოდი ხა დავდგეთ და აი ესე დავდგეთ წინახაში რა, წინახაში დავდგეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ესე ვფიქრობ და ეს ხალხიც ესე ვფიქრობს, ჩვენ რატომ დავიმალოთ, ხო? თუ მეც ისე ვფიქრობ, როგორც ეს ადამიანი ფიქრობს, მეც იმასთან ერთად უნდა ვიყო და რაღაც მომენტში ვალდებული ვარ, რომ ცოტა წინ ვიდგე ვიღაცასთან შედარებით. დავიწყეთ თქვით და წავიდეთ უნივერსიტეტებში და დაველაპარაკოთ ახალგაზრდობას და ვუთხრათ, რომ გარეთ გამოდით. ხო და ეხლა ამ შემთხვევაში მუსიკა იმაში გვეხმარებოდა, რომ თქვათ, ქონდა ჩვენ საშუალება, უცებ ვირსულიყავით და დაგვეკრა რა. აი, როდესაც აუდიტორიებში შედიოდი და იმას პოლიტიკურ განაცხადს აკეთებდი, იყავი მაშინ მუსიკოსი თუ უბრალოდ მოქალაქე? მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ფიქრობს რაღაცას. რაც სჭირდება მაგას, ეხლა მუსიკოსი ხარ თუ ზეინკალი ხარ თუ რაღაცას ფიქრობ იძახი, ხო? გასაგები. რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ სცენაზე რო ადიხარ, იქ უკვე მუსიკოსი ხარ და შეგიძლია მუსიკის საშუალებით უფრო მეტი რაღაცა გააკეთო. მაგალითად უნივერსიტეტთან მივაყენეთ ისეთი რაღაც სატვირთო მანქანა აპარატურით და იქ დაგვდრენ და რაღაცა იქ მილიცია, პოლიცია მთელი ამბავი და იქ ძალიან მაგარი რაღაცაა და იქ თქვით რომ არა, ჩვენ მუტარებთ კონცერტს ახალგაზრდებს და ვეუბნებოდით რომ წამოდით ჩვენთან ერთად. ეხლა პოლიტიკური პარტია ხო არ ჩამოვა. ხო, პასუხისმგებლობის რაღაცა ნაწილი რა თქმა უნდა არსებობს, პასუხისმგებლობა დიდი იყო ამ შემთხვევაში რა, მაგრამ ჩვენ ესე ვფიქრობდით და უბრალოდ მე ვერ სახში ვერ გავჩერდებოდი, არანაირად არ გამომივიდოდა რომ სახში დავიყავი და დავლოდებოდი რაღაცას და მე გიმში მემღერა შანსი. შენ ახლა რჩები წვიმის მუსიკოსად, ისე აჩიკო გულედანად, თუ არა, პირობითად. თუ შეიძლება გიხილოთ პოლიტიკაში. აი იმ შენი დამსახურების გამო რაც გასწი. ჩვენ საზოგადოების ასე ვთქვათ გარყვნილებაზე, ესე ბრჭყალებში ის მეტყველებს რომ შემდეგ ყოველთვის რაღაც მერკანტილურ რაღაცებს ეძებს ხოლმე და მე ბევრი ჭორიც გავიგე რომ რაღაც დიდი ფული ავიღეთ ჩვენ რაღაც სოფთებმა იქ ზუმბამ ნიაზმა ზუმბამ და ნუ კიდე ბევრმა რა ეხა ეს მეტყველებს საზოგადოების ასე ვთქვათ აზროვნებაზე რომ ესე იგი არ შეიძლება ადამიანმა რაღაცა გააკეთოს უბრალოდ ისე რომ აი ესე ფიქრობს და ამის შემდეგ ყველა აი ხშირად მეკითხებიან რომ აბა ეხა რა არის ხე ესე უნდა იყოს
რა ვიცი, ალბათ ჩვენ ნორმალური მომენტია, რომ მე დავბრუნდი სტუდიაში და სიმღერებს განაგრძობ მუშაობას. ხო, რა ვიცი, რაც მინდოდა იმას ვაკეთებ. ძალიან დიდი მადლობა აჩიკო, ჩვენს გადაცემაში რეკლამის დრო ამ თემას სულ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით. ეთერში ток-შოუ პრესპრესი თემით შოუ ბიზნესი და პოლიტიკა და განმაგრძობთ შეწყვეტილ საუბარს რეზო დასვამ შემდეგ შეკითხვას. რეზო შატაკიშვილი გაზეთი ალია, აბსოლუტურად მე დავეთანხმო აჩიკო გულედანს. როდესაც პოლიტიკის და შოუ ბიზნესის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არის ორი ძირითადი მომენტი. ის რაზეც ამბობდა სიუჟეტში ქეთა თოფურიას, ყველა მსოფლიოში ყველგან ასეა. არის ასე არ არის, იქ არის ძალიან ერთმნიშვნელოვნად გამიჩნეული, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, ის შოუ ბიზნესის თუ კულტურის წარმომადგენლები არათუ უფლება აქვთ, ვალდებულიც კი არიან დააფიქსირონ თავისი პოზიცია ღიად და საჯაროდ. ნუ ესეთი მაგალითები ბევრი ახსოვს ისტორიას, იგივე ვივიან ლი დემონსტრაციებს მიუძღოდა წინ დაახლოებით ისე როგორც ნინო ბურჯანაძე ვარდების რევოლუციას, ეს ძალიან ცნობილი მომენტია და ვალდებული არიან დააფიქსირონ თავისი პოზიცია და იდგნენ იქ ხალხის გვერდით, ან იქით, ან იქით, როდესაც ბარიერი საზოგადოებაში ჩნდება. მაგრამ მეორეა პოლიტიკური რეკლამა. უფრო პარტიული რეკლამა, როდესაც პარტიების ხარდასაჭერად ცნობილი პირები წერენ თავის კლიპებს, იქნება სიმღერები თუ გამოდიან მათ ხარდასაჭერად. ბარბარა სტრიზანდი კი გამოდიოდა კლინტონის ხარდასაჭერად, მაგრამ მას გააზრებული ჰქონდა მთლიანად და აბსოლუტურად, რომ ის ხარს უჭერდა კლინტონის პოლიტიკას. მაგრამ ბარბარა სტრიზანდი აღარ გამოსულა ბუშის ხარდასაჭერად და თორე როგორმე მოახერხებდა, რომ ბუშის ინაუგურაციაზე ემღერა, მიუშვებდნენ პროგრამაში ჩაწერდნენ როგორღაც. და მაგალითად თავარი ეს არის რომ იგივე თქვა ბატონო ჯემა, როდესაც საუბარი იყო გიხაროდენზე პირველზე, მაშინ არ გაუღიზიანებია, ვერ დავეთანხმები მე ლალის, იმდენად რამდენიც გააღიზიანა გიხაროდენ ორმა. როდესაც საზოგადოება, რომელი საზოგადოება, თქვენ მთელი საზოგადოების სახელით მელაპარაკებით? საზოგადოების სახელით არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ. თქვენ ახსენეთ რომ ორბან ავსტრიკოში გადიოდა გიხაროდენ დენი არ ამაქვს. ხო და ეს ჩანდა ხალხის განწყობაზე ვამბობ, მე ხალხის განწყობა, იმიტომ რომ კი პარტია არ შეცვლილა. ერთი შეხედვით რომ შეხვდეთ, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ პარტია არ შეცვლილა. თქვენ მხარს უჭერდით მოქალაქეთა კავშირს და მხარს უჭერდით ისე მოქალაქეთა კავშირს. მაგრამ აბსოლუტურად შეიცვალა ის ხალხი, ვინც მაშინ იყო ჟვანია. კარგი, მე გიპასუხებთ ასე. მე გიპასუხებთ ბოდის გიხდით რომ გაწყვეტინებთ. მე ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრე. მე მხარს ვუჭერ ჩემს ქვეყანას და მხარს ვუჭერ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას. ვინც არ დღევანდელი პრეზიდენტის და დღევანდელი ხელისუფლებაც ჩემი არჩეულია და ჩემს ანუ მე ვარ იმ საზოგადოების დიდი ნაწილის წევრი, რომელმაც ავირჩიეთ ეს ხომართელია. მე ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას ასე ვაფიქსირებ. მე ვერასოდეს ვერ დამინახავთ მიტინგზე, რაღაცა ხელმოწერების ორომტრიალში. მე თუ მიტინგი მჭირდება, სიმღერას ვაკეთებ და ის მიტინგი არის ჩემი ქვეყნის იმ მიტინგის ტოლფასი. მე ბევრი რომ არ გელაპარაკოთ ამ თემაზე, ხომართალია, მე მთელი ჩემი ცხოვრების სიხარულად ის მეყოფა და ჩემ თაყვანისმცემლობსაც, რომ ერთი სიმღერით ვაჩუქოთ ერთმანეთს თიტები. თუ გნებავთ პოლიტიკური დაარქვით ამ სიმღერას, გნებავთ აპოლიტიკური დაარქვით, ამ სიმღერით მე საქართველოს და ქართულ ხალხს დაუბრუნე დაკარგული თავმოყარება, შელახული თავმოყარება და ღირსება. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამას ლაპარაკობდნენ უცხოელი ჟურნალისტები. ან ბატონო ჯემა, ლუკას რა. მე დღესაც ჩემი ხელისუფლების გვერდით ვიქნები. ამას თუნდაც ნუ გაშიფრო. ეს არის ჩემი პოზიცია და თუ ვარდების რევოლუციაზე ლაპარაკი, მერწმუნეთ რომ პირველი სიმღერა ვარდების რევოლუცია განჭვრაკით დაუწერებნე, ეს არის გიხაროდენ. იგივე გუნდია დღეს. ანუ არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში ბატონ ჯემა? არა, ცუდად არ ჯდება. ეს არის სიმღერა საქართველოს და გიხაროდენ ორში არის ძალიან ბევრი სიტყვა, რაც ასრულდა. საქართველოს გაიღვიძა. ტექსტი იცით ამ სიმღერების? კი, ბატონ ჯემა, მაგრამ გაიღვიძა არა იმ ვიტალი ხაზარაძის, როზა ლორთქიფანიძის და ვთქვათ იგივე ჯორბენაძის მეთაურობით. გაიღვიძა სიმღერა მოგწონთ? სიმღერა მომწონს, მაგრამ მომღერლები მოგწონთ. რატომ იყენებდით პარტიული რეკლამას? იმიტომ რომ ერთი მომენტია. ეს მე არ გამომიყენებია, მე გიმეორებ და ამას დაგემტკიცებთ, როცა გნებავთ, ხო? ეს სიმღერა იყო ჩემი საჩუქარი, მომღერლების საჩუქარი საქართველოს
26 მაისს შარშან რესპუბლიკის მოედანზე ამის შესახებ ითქვა. კლიპი და სიმღერა დაასპონსორა მოქალაქეთა კავშირმა, მაშინ ბლოკი ჯერ არ არსებობდა. და მაშინ როცა ბლოკის მესვეურებამ თხოვეს რომ იქ რომ ამბობო ახალი ხმები ახალ საქართველოს თქვი რა ახალი საქართველოსათვის არა მე ისევ დავტოვე ახალ საქართველოს და იმის გამო მხოლოდ რომ ბლოკში იყო თვითონ არეულობა მე გეტყვით უამრავი პროგრამა იყო საარჩევნო საფიარო სიმღერებიც დაიწერა რომელიც უნდა ყოფილიყო წინა საარჩევნო და არა ეს სიმღერა მაგრამ იმის გამო რომ თვითონ ბლოკში იყო დაბნეულობა და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება თუნდაც ჩვენს მიმართ ხომრდალია სექტემბრის ბოლოს გავიგეთ რომ უნდათ რომ ეს სიმღერა გახდეს საარჩევნო აი ეს ამიტომ ამ სიმღერაზე ნუ ვილაპარაკებ მოусმინეთ ამ სიმღერას მე სიამოვნებით მოგართმევ დისკს 26 მაისს ეს სიმღერა დარიგდა თბილისის ქუჩებში კასეტებზე დაიბეჭდა სხვათა შორის მე ძალიან გული მტკივა რომ ეს სიმღერა გახადეს საარჩევნო სიმღერა. გასაგებია, მაგრამ ბატონო ჯემალა, სწორედ მანდაც არის პასუხისგებლობა წარმომადგენლის, კულტურის წარმომადგენლის, როდესაც მის შემოქმედებას იყენებენ, ან თვითონ აყენებინებს სარეკლამოდ, მასზეც გადმოდის პოლიტიკური პასუხისგებლობა. იცით, ბლოკმა ახალი საქართველოსათვის ძალიან გამოგვიყენა ჯემალ სეფიაშვილი განსაკუთრებით ეს სხვა საუბრის თემაა. მე ვერ დავიწევ ხა დაწვრილ მანებას და გვარების დასახელებას. ეს იყო ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილი, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის ძალიან დიდი გულის ტკივილი. აქ იყო მხოლოდ მომღერლები და კომპოზიტორი არა, სცენარისტები, რეჟისორები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა დროს ვისაუბროთ ამ თემას. გასაგებია და რა მაინტერესებს? მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი უკვე რა. კარგით, გასაგებია სამიოს დაუსვამ კითხვაზე დავამთავრებ მე. რა მაინტერესებს? ვამბობდით მაგას, რომ სწორედ როდესაც კულტურის წარმომადგენელი მხარს უჭერს რომელიმე პარტიას და არ ვამბობ ტიტების მსგავს სიმღერას, როდესაც ის არის საერთო ქვეყნის სულისკვეთების გამომხატავი და პოლიტიკურია კი, მაგრამ ის გამოხატავს მთელი ქვეყნის სულისკვეთებას და არა პარტიის სულისკვეთებას. მაშინ გრძნობთ თუ არა პასუხისგებლობას. იმიტომ რომ როდესაც თქვენ მხარს უჭერთ, მე შეიძლება ვერ ვერკვევდე პოლიტიკაში და სწორედ იმიტომ ვაძლევდე თქვა დემოკრატებს ხმას და ნაციონალებს რომ იქ აჩიკო დგას მათ გვერდით, მიმეცა ჯორბენაძისთვის ხმა, იმიტომ რომ თქვენ იდექით მათ გვერდით და გრძნობთ თუ არა ამ პასუხისგებლობას და ეს დიდად განსხვავდება თუ არა თქვენთვის იგივე იმისგან რომ ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეკლამაში იცოდეთ რომ აი ეს კარტოფილი მონწამლავია და გამოხიდეთ და რეკლამაში სარეკლამო კლიპში გადაიღოთ. გრძნობთ თუ არა ამ პასუხისგებლობას? პასუხისგებლობა არის პირველი გამსაზღვრელი ფაქტორია. ხა ჩვენ აი თუ ეხა ის სარეკლამო კლიპია თუ როგორიც არ უნდა იყოს, აი ეს სახლი ნიაზის სიმღერას ჩვენ გავაკეთეთ 2 დღეში გაკეთდა. ამაში ფული ვისთვის უნდა მოგვეთხოვა ჩვენ ძალიან მაგრა გვინდოდა რომ ეს სიმღერა ჩაგვეწერა რა და მიგვეწოდებინა და ვისაც უნდა დაატრიალებდა ამ სიმღერას. ამ სიმღერას თავისი ეფექტი ჰქონდა რა. ეხლა შეიძლება ვიღაც რომელიღაც პოლიტიკური ძალისთვის ეს მომგებიანი იყო, მაგრამ ძალიან კარგი თუ მომგებიანი იყო, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ მეტი ხალხი მისულიყო იქ. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ეს ჩვენი ინიციატივით მოხდა და ამას ვაკეთებდით რაღაც. ერთ დღეღამეში გაკეთდა ეს რა. ენთუზიაზმის დონეზე მოხდა ეს ყველაფერი. პასუხისგებლობა ზუსტად მაგაში მდგომარეობს, რომ მე მინდოდა რომ ხალხი მისულიყო იქ. პასუხისგებლობა მქონდა მე იქ რომ რამე მოგხდარიყო იმაზეც, სიტყვაზე ხო რაღაც ნაწილობრივი მე ვიღაცა იყო და აი რო იძახობდი რომ რაღაცა აი რაღაცა მოხდა და ასე შემდეგ. რასაც ვფიქრობდი, იმას ვიძახდი. აქედან გამომდინარე თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული მაქვს რომ მე ვაგებ პასუხს ჩემ სიტყვებზე და არა ვთქვათ ის რომ აი დღეს მაგას მომღერალი ვარ და ეხა იმასთან ვიმღერებ, ხო პასუხისგებლობაა ეს ყველაფერი. მე გიმნი ჩაიწერა 2 კვირის მერე რომ დამთავრდა ეს ყველაფერი და უცებ მოვიდნენ ისეთი ადამიანები, ვინც იმ ბლოკში ეწერენ და სახელი და გვარი და მე უარი ვთქვი იქ სიმღერაზე ზუსტად იმიტომ რომ უბრალოდ არ იყო კარგი რომ მე ეს გამეკეთებინა, თქვათ ისევ მემღერა, ის მომღერალი იმისთვის არის რომ გიმნები იმღეროს. არ არის მაგისთვის ნამდვილად და გამოვიდეს და ყველგან იმღეროს, სადაც დაუძახებენ. რა მომღერალი ადამიანია და ისევე ძალუც აზროვნება და რაღაცების გადაწყვეტილების მიღება როგორც ყველა სხვა ადამიანს. რომ ეს არ შეიძლება თქვა, რომ როგორც ითქვა, რომ მომღერალი ვარ ხა და ხანი ვიმღერებ, ეგრე არა. გასაგებია აჩიკო, გახაბერ შენ რას ფიქრობ? მე კონკრეტულად რა მეკითხებით რომელ თემასთან დაკავშირებით? ანუ თუ პასუხისგებლობაზეა საუბარი, მე რომ პასუხისმგებლობა რომ ვიგრძენი მაგ მომენტში, ანუ მაგ გამოვეთიშე.
ასე ვთქვათ, ცოტნე ბაკურიას და ზოგ-ზოგი. და ვარდების რევოლუციაზე რო გვიან გამოჩდით. და ეს ჩანგალზე რო სტუმრებიდან ხომ მეგვიან. მე ჩანგალი სულ დამაკარს. ნავსაკისლი. არა, ამ შემთხვევაში არა, რასამის გულისხმობ მე ვიხდები. აი ეს რევოლუციის ბოლო დღეებში როდესაც ერთი მომენტია, როდესაც თქვათ იგივე მწვანე ოთახი და წვიმის მუსიკოსები რევოლუციის მხარეს დადგნენ იმ დროს, როდესაც არავინ არ იცოდა რითი დამთავრდებოდა ეს. მე გეტყვი უფრო ისე. შედეგით როგორ შედეგით დამთავრდებოდა. შეიძლება მათთვის აბედისწეროც კი ყოფილიყო, დარჩენილიყო ის ხელისუფლება და შენ დროს ალბათ იმას გულისხმობ, რომ ბოლო დღეს როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ყველა გარეთ გამოიშალა. ვარდებით გააძევეს დარბაზიდან, უცებ გამოჩნდა ძალიან ბევრი შეიძლება მე გაგცემ პასუხს, იმიტომ რომ უხერხულ მდგომარეობაში ვდგები, იმიტომ რომ გამოდის რომ ვინც იქ იყო ის კაი ტიპია და ვინც იქ არ იყო ის ცუდია. ეგ არ არის. და არ ვთქვათ რომ აი ჩვენი ქვიყავით და ეს ცუდი ტონია საერთოდ რომ აი ჩვენი ქვიდექით და თქვენ სად იყავით. ვისაც სადაც უნდა იქ იყო. იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც არ ჩანდა. თქვათ სიტყვაზე, სცენაზე არ ამოდიოდა, ხო? ჩვენ უთხარით ყველას, ვისაც იქ არ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეხა იქ იმაზე რომ ფონოგრამა ცოცხალი არ იყო. იქ სულ სხვა ამბავი იყო რა. აბსოლუტურად და იმ მომენტში ხო, იმ მომენტში ხა მე რა მინდა თქვა, ხა იმიტომ კი არ ვიძახი რომ კახა აქ არის. ახლა ძალიან რთული მდგომარეობა ქონდა საერთოდ, ხო? და ეხა გათვალისწინებით მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ხშირად რომ ახავს ადგილას რო ყოფილიყავი, არ ვიცი რას ვიზარდებ, რომ ოჯახი როცა იქ ყავს და ასე შემდეგ. так что კახა გადარჩა ამ შემთხვევაში. რატო ხუჯაზე დავიწყოთ აქედან რომ ხო, მე გავცემ ამას პასუხს. ჯერითი რომ აქ ჩანგალზე საუბარი ძალიან ზედმეტია, ხო, მეც ვიხუმრე, ხა ჩანგლით დავდივარ, თუმცა ესეთი მომენტია. არა, არის ეგეთი შემთხვევები. რა პრობლემაა, თორე არა, მე რა მინდა აღვნიშნო, მან აბსოლუტურად სხვა სიტუაცია იყო, თქვენ მაგაზე წარმოდგენა არ აგაქვთ და არც გექნებათ და უბრალოდ არც იცით ეგ ინფორმაცია. მან აბსოლუტურად სხვა სიტუაცია, თქვენ იცით რამდენი დრო დაჭირდათ აჭარაში ამ თავაღებული ხალხის რაღაც დაშოშმინება და სპეციალური ჯგუფების ხვდებით ხო, რაღაც ლიკვიდაცია და მსგავსი რაღაც ფაქტები. ნუ იქიდან გამომდინარე რომ მე მარტო აბსოლუტურად ცხოვრობ თბილისში, ანუ ოჯახს გულისხმობ, მთელი ჩემი ოჯახი ცხოვრობს ბათუმში. ჯერ ერთი რომ ჩემი გამოჩენა აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ხვდებით ხო სიტუაციიდან გამომდინარე. ნუ მეორე მომენტი ის არის რომ მე სულით და გულით ვიყავი დაგვიანებული რა შეძახით დაგვიანებული მე არც ასეთი პარტიის გამო არ მიმღერია იმ ჰიმში რომელშიც ვიყავი აბა რა სიგულისხმობ გამოჩენას აქციებში ან თქვენ აი როდესაც უკვე გადაწყდა აი ბედი რევოლუციის ბედი გადაწყვეტილი იყო მაშინ მარტო თქვენ არა ძალიან ბევრი მომღერალი არა ნოემბრის რევოლუციას გულისხმობთ ძალიან ბევრი მომღერალი არ დავასახელებ, გამოჩნდნენ მერე, ანუ ხალხის გვერდით მათი დგომა, პრინციპში არ იყო, ანუ ფაქტი უკვე შედგა. მე მგონი კახას ყველაზე მეტად აქვს ამ შემთხვევაში გასამართლებელი არა, იცი რა არის, ხო, მეორე მომენტია კიდე გასამართლებელი არც. მეორეს რო ყველაფერს თავი დავანებოთ, მე ვარ კომპანიაში. აი მას მინდა რომ შევეჩვიოთ კიდევ, ხო, აი ამ მომენტს. არის კომპანია, რომელიც წყვიტავს რაღაც საკითხებს. სად როგორ მასე მოქალაქეთა კავშირმა ჩაატარა ხო კონცერტი სტადიონზე ხო ლოკომოტივზე სადაც მე ვიყავი სხვათა შორის მე აბსოლუტურად არც მწვენია და არაფერი ჩემმა კომპანიამ მიიღო დაკვეთა მე იქ არ ვიყავი სხვათა შორის ხო იქ არ იყო ბატონი ჯემალი მაგალითად მე ვიყავი წურწუმია იყო ვინ იყო ძალიან ბევრი მომღერალი იყო იგივე მომღერალი რომელიც შემდეგ რამოდენიმე აქციაში უკვე გამარჯვების შემდეგ მიიღო მონაწილეობა ხალხო მოდით რა ნუ ამ მომღერლებს ნუ გავაიგივებთ პოლიტიკასთან მომღერალი თუ ლაპარაკობს და მომღერალი თუ პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს და სანამ გამოდის დებატებში სადღაც ხო ეს იმას ნიშნავს რომ იმაზე გაუნათლებელი ხალხია პოლიტიკაში რა იმიტომ რომ პოლიტიკაში მომღერალმა ნაკლებად უნდა მიიღოს საერთოდ მონაწილეობა იმან უნდა აკეთოს თავისი საქმე იმღეროს ხალხი გაართოს რაღაც ამსგავსი რაღაც საკითხი არა ვერ დაგეთანხმებით მასე ეხლა ვერ ვიტყვით რომ ამერიკაში კონდოლიზა რაისი გაუნათლებელია მადლენ ოლბრაიტი გაუნათლებელია და სტრეიზანდი ამიტომ ლაპარაკობს პოლიტიკურ გამოსვლებით რა თქმა უნდა არა რას გულისხმობ მე თავისი აზრის დაფიქსირება ეს კიდე სხვა მომენტია ამ სიტუაციაში ამ ხალხმა სწორი გააკეთა რომ თავისი აზრი დააფიქსირა და მართალიც არის ეგრე უნდა მომხდარიყო სხვაგან ეს ხო ხდება სხვანაირად მიდიხარ ხმას აძლევ მანამდე ჩუმად შენ საქმეს მე ვარ კომპანიაში კომპანია რომელიც იღებს
რაღაც გადაწყვეტილებებს და აქედან გამომდინარე უკვე ეს კონტრაქტი არის, ეს არის ჩვეულებრივი საქმე, ეს არის ჩვეულებრივი საკითხი. შესაძლებელია მე მაგალითად აბსოლუტურად არაფერი არ ვთქვას, აბსოლუტურად არ მე ხა ვიყავი ბათუმში, იცით ალბათ ხო, მქონდა გამოსვლა რაღაცა, რომელიც არტიმედმა აი აბსოლუტურად არც არაფერი არ უთქვავს, არც არაფერი არ დაუშლია. ანუ იგივე მაშინ რო ყოფილიყო რაღაც საკითხი, მე შემეძლო ჩემი აზრის დაფიქსირება, ხე ეგრეც არ არის, რომ ვიყოთ ისე რა ქვია, ძალიან ის დაჩაგრულები ამ კომპანიაში და არცად არ გვიშვებდნენ და რაღაცა რა. ჩვენი აზრის დაფიქსირების უფლება გვაქვს, რა თქმა უნდა. ჩემი მიზეზი უკვე გარკვეულია ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი შეგიძლიათ დამისვას გითხრათ. კახა, უკაცრავად რეზო. შენ შემოქმედება ასე თუ ისე ყოველთვის ასოცირდებოდა ასლან აბაშიძეს და როგორ შეხვდა ხალხი შენს ჩასვლას ბათუმში მისი წასვლის შემდეგ? შემოქმედება და გავაგრძელებ უკაცრავად, გავაგრძელებ შენ როგორც ვიცი დიანა აბაშიძის მეგობარიც იყავი, ხო და ხო ну მეგობრობდით ხო და ძალიან ხშირად აი ევროპაში თქვენი გამგზავრება შემოქმედებითად გეხმარებოდა დიანა ეს აი იმ გამოყენებას და დახმარებას მათი მხრიდან დაუბრუნდეთ არა უბრალოდ გამოყენება ისე ბრჭყალებში ხო არ იყო აი ამასთან კავშირში აღორძინება დავიწყოთ ასე შემდეგ აბაშიძე ჩემი აბაშიძესთან დაკავშირებული არანაირად არ იყო იმიტომ რომ მე გამოვჭდი და შემდეგ მოხდა ჩვენი დაკავშირება ანუ თუ გახსოვთ ის ფაქტი საერთოდ, იმიტომ რომ მე ასლან აბაშიძისგან არ გამოვჩენილი ვარ. ის საკითხი ხარ, რაც შეეხება იმას ჩვენს დაკავშირებას, ეს ცხოვრებისეული ჩვეულებრივი მომენტია. მე დაწყებითებში ვიყავ გიორგისთან ერთად, ჩვენ კლასელები ვიყავით. თუმცა ასე თუ ისე შეხება გქონდა ერთმანეთთან. რა შეეხება დიანა აბაშიძეს, ჩემი მართლა ძალიან კარგი მეგობარი იყო და არის კიდევაც. მე არ მიყვარს უმადურობა. მე არ მიყვარს დაუფასებლობა. დღესაც მიწერია მე ახალ ჩემს ალბომში დიანა აბაშიძის გვარი რომ მიცოდეთ. ეს იმიტომ რომ მე მაშინ საშუალება არ მქონდა და ამ გოგომ, ჩემმა მეგობარმა გამიკეთა საჩუქარი, მე მაჩუქა კომპიუტერი. რომელზეც მე ვმუშაობ, ანუ იმის შემდეგ კი ვთქვა შევცვალე რაღაცა, მაგრამ პირველი საშუალება მომცა იმისი რომ მე რაღაც გამეკეთებია. აქ არანაირი გამოყენებაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ მე გამოყენების მიზნით რო ყოფილიყო, ხო გეუბნებით დღეს ძალიან კარგად ვიქნებოდი. ისევე როგორც ძალიან ბევრმა კარგად გამოიყენა და წავიდა და კარგად. მაგრამ იქნებ ცოტნემაც მეგობრულად უყიდა მანქანა იმას საქმე ხუჯაძეს. არა, ეგ არ მაინტერესებს და მე არც არა, ეს არ უნდა იყოს მე. მე არც დამიწყია მაგას საუბარი თემა, ეს არის საზოგადოება. საზოგადოება არის დაყოფილი ქალაქებად, პარტიებად. რა გასაკვირია რომ მე კახუჩელას ყველა პარტიაში, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში, ყველა სოფელში ყავდეს მეგობარი. ახლა რატო არის მაყვალა ჩემი მეგობარი და მარგალიტა რატო არ არის? მე მგონი ჩვენ ამისთვის არ ვართ. ხო, დავასრულებ ხო მე მაინც ესე იგივე. ანუ ის საკითხი რომ ეს ჩვენ დაკავშირებული ყავით, აი ფაქტურად პასუხი ხო არა, შენ ახლა ყვები შენს ბიოგრაფიას რა. ხო არა, ნუ ეს დასმულია არა, მე ეს კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით დავსვია შეკითხვა, როდესაც ასლანი წავიდა, მეორე დღეს შენ ჩახვედი ბათუმში და გამართა კონცერტი და სწორედ ეს მაინტერესებდა, როგორ შეხვდა ხალხი შენ გამოჩენას ამ მოვლენების შემდეგ. კადრები ხო, როგორ შეხვდათ, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, მე მომიყვანა ხალხმა. და ხალხის გადაწყვეტილება. ანუ აგრესია არ ყოფილა. არა, რატო იქნებოდა აგრესია, იმიტომ რომ მე არც ერთი აჭარელისთვის არასდროს არ გამოსულვარ და ხმამიეცი ასლან აბაშიძეს არ მიყვირია. და ის რომ ჩემი მეგობარია თქვა დიანა აბაშიძე, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე პოლიტიკური ის უნდა ვიყო რაღაცა, ხო? აღორძინების და აღორძინების ფრთებით დავდიოდი. გასაგებია. ხო, ეს აბსოლუტურად სხვა რაღაც არის, სხვა სიტუაცია, აქედან გამომდინარე, ყველაფერი გარკვეულია. თუ შეიძლება ერთი წუთით შეკითხვას დავსვავ და მაყურებლებსაც მოგვეცეთ საშუალება ერთი შეკითხვა დავსვავ. სახელი გვარი მე მგონი რამაზ ხატიაშვილი სტუდია მაესტრო. მე მაქვს შეკითხვა ბატონ ჯემალ ცეფიაშვილთან. წეგან ახსენეთ თქვენ ტიტები, სიმღერა რომელიც დაიწერა 89 წელს, ხო? თქვენ თქვით ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ეს სიმღერა მაშინ დაიწერა, როდესაც ეს მოხდა საშინელი შემთხვევა, ხო, თბილისში 9 აპრილს და მე მაქვს დაიწერა მანამდე დაიწერა. სიმღერა რასაკოლი დაიწერა მანამდე. ხო, აი ეს მეკითხა, იმიტომ რომ მე მქონდა ინფორმაცია, რომ დაიწერა კარგად. არა, ხო, არა, ეს ინფორმაცია მაქვს თბილისის პატარა. არა, სიმღერა იყო მქონდა, უბრალოდ ამ 8 აპრილს მე საერთოდ მithქოს, მე მოვედი ტელევიზიასთან, კეთის უთხარი ჯაფარიძეს, კეთი, ხვალ შევხვდით, მე მგონი რაღაც სიმღერა გვჭირდება.
ჩვენ 9-ში უნდა შეხვედროდით ჩემბინაში, მაგრამ რა მოხდა იცით 9-ში მაინც შევხვდით და გადავწყვიტეთ რომ სასწრაფოდ არის უკვე სიმღერა ჩასაწერილი. არა, უბრალოდ ბატონო ჯემა. 9 აპრილამდე რამდენი გაიჟღერა ფრაზა თქვენ ამ მოვლენების შემდეგ დაწერეთ ეს სიმღერა. არა, მე უფრო არ ვიცი და იცის ძალიან დიდმა საზოგადოებამ რომ სიმღერა არ დაიწერა. ხო, აი ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მქონდა, უბრალოდ დაზუსტება მინდოდა ამის არა, გენაცვლე. ეს ადრე იყო დაწერილი სიმღერა რამდენიმე კვირით თუ თვით ვერ გეტყვით, მაგრამ უბრალოდ მომიმწიფდა ეს იდეა უკვე 8-ში, რომ გასაკეთებელია და რადგან ეს ამბავი მოხდა, უკვე ყველა დადგა ჩვენს გვერდით და ჩვენ ეს სიმღერა სასწრაფოდ ჩავწერეთ და სასწრაფოდ გადავიღეთ კლიპი. ლექსი მე როგორც ვიცი მორის ფოსხიშვილმა ერთ დღეღამეში დაწერა, ხო? არა, ლექსი გამოქვეყნებული იყო, მორის ლექსი არ დაიწერა ეს ადრე იყო ლექსი, საერთოდ ჩემი მე მოვიპოვე და ბატონ მორისთანაც შევათანხმე და სიმღერა ბატონ მორისმაც იცოდა, ლექსი შემცირებული იყო, იმდრის საკმაოდ დიდი ლექსია, იცით ალბათ. არა, ლექსი არ არის დაწერილი. გასაგებია, ჩემი ყველა სიმღერა ლექსზე იწერება. კი ბატონო, ის. აჩიკოს მინდა ერთი რაღაცა ვკითხო და მორჩები. წვიმის კონცერტი რო იყო, ასე ვთქვათ, ხო? 23-22-დან 21 დაახლოებით მაგ პერიოდში. მაშინ აი მეც მახსოვს მეც ვიყავი იქ მაყურებლის რანგში, როცა ვიდექით იმ წვიმაში თქვენ იქ სცენაზე, პატარა სახელდახელო სცენაზე და უკრავდით და მე რო დამთავრდა ეს ყველაფერი, შევარდნაძე გადადგა, წავიდა შეიცვალა ეს ყველაფერი და მე გაიმართ დიდი კონცერტი, ხო, რომელზეც თქვენ აღარ დაგიძახეს უბრალოდ. ფაქტობრივად გამოვიდა რომ გადაგაგდეს, ხო? არა. ანუ პოლიტიკოსებთან არა, მე 23 ნოემბრის მე გეტყვი ზუსტად. როდესაც ეს ჩვენ აი ამ იმ დღეებში ვიძახდით, რომ თუ მოვიგეთ და ყველაფერი კარგად დამთავრდება და მშვიდობიანად და არავის არაფერი დაემართება, ერთ დიდ კონცერტს კიდე ერთხელ გავაკეთებდით და ეს გავაკეთეთ 24-ში, 23-ში და კიდე ერთი მომენტი იყო 23-ში უცებ ისეთ სახეები დავინახეთ, რომ თქვით, რომ всё, მოვიგეთ. ისეთი ხალხი მოვიდა უცებ, რომ აზნაჭთ მოვიგეთ. მე ლაპარაკობ არა, გეტყვი 23 ხო, ნაცნობის სახეები. ხო და 23-ში, 24-ში გავაკეთეთ ეს კონცერტი და ჩავატარეთ. ისევ იგივე ხალხი ვიყავით და მოვიდა კიდევ ბევრი მსურველი და ვინც შეძლო ყველამ დაუკრა. მე ეს იყო შენი ძახი ალბათ ინაუგურაცია. მე უკვე ინაუგურაციის ხო, ინაუგურაციაზე ეს არ ვიცი რატო აჩიკო მეთქი. ირაკლი შარკვიანმას თქვა, რომ ფაქტიურად დაგვივიწყესო. არა, კი არ დაგვივიწყეს. მე გეტყვი რაც მოხდა, ეხა რა გადაწყვიტეს რაც ჩემი საქმე, ეხა ის სხვა დრო იყო ინაუგურაციაზე, როცა აწარებენ კონცერტს, ჩვენ მოვითხოვით ჰონორარი ჩვეულებრივად. იმიტომ რომ ეხა უკვე იყო ჩვეულებრივი კონცერტი, ეხა აქ არანაირი თავის დავაწყადია, არა. რაღაც უკვე იმას ლაპარაკი არ იყო, მათ გადაწყვიტეს ეთყობა, რომ გაეკეთებინათ სხვანაირად და ეხა იმათი მე თუ ვინმეს გონია, ბევრჯერ გამიგია, რომ აი არ დაგიფასთა თუ რაღაცა არ გამოგიყვანეს რა. მაგისტვის ხوار დავიფიცები, ეხა იქ არ ვდგარვა, რაც კარგი იყო, ის მოხდა და ის კაცი წავიდა, მოგშორდა და ეხა ესენი მე კონცერტზე დამიძახებენ თუ არ დამიძახებენ, მაგით არაფერი არ გადაწყვეტა. შემოთავაზება იყო მათი მხრიდან. შემოთავაზება იყო, რა თქმა უნდა, უბრალოდ მათ რაღაც ბიუჯეტში შეიძლება ვერ ჩაჯდნენ, ჩვენ ვიყავით რამოდენიმე 1-5 გრუპა, სოფტება საერთოდ უარი თქვეს გამოსვლაზე, ჰონორარი თუ ჰონორარის გარეშე, ჩვენ ვთქვით, რომ აი ამდენი გადაიხადეთ და ჩვენ გამოვარდნით. და მე თვითონ გადაწყვიტეს მათ და გააკეთეს სხვა კონცერტი, ხო, სხვა კონცერტი გააკეთეს ეხლა. ეხლა გადასაწყვეტი იყო ვინც აკეთებდა. პრინციპში ვინც აკეთებდა შევრანდის დროს კონცერტებს, დღესაც გონი ის აკეთებს და არ უნდა იყოს გასაკვირი. დიდი მადლობა აჩიკო, ამ საუბარს ჩვენ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით, გადაცემაში რეკლამის დრო. მაშას ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი თემით პოლიტიკა და შოუ-ბიზნესი განვაგრძობთ შეწყვეტილ საუბარს და რეზოს ჯერ არ დაუსვამ შეკითხვა. მოგესალმებით ყველას, აღამშვიდობისა, რეზო კაკულია, ფორტუნა პლუს მე უფრო მომღერლებთან მექნება შეკითხვა. აი ამ დროისათვის ალბათ თქვენი შემოქმედება შეიძლება ეს პირობითად დაიყოს, აი თქვა ვარდების რევოლუციამდე თქვენი შემოქმედება და ამ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ნუ ეხლა მანამდე ეხლა ალბათ ვერ ვიტყვი რომ თქვა იგივე პოლიტიკური რაღაც საერთოდ პოლიტიკა თქვენ შემოქმედებაზე ზეგავლენას ახდენდა, იმიტომ რომ პრინციპში მაშინ ისეთი არაფერი არ ხდებოდა, ხო, ეს დაახლოებით 10 წელი არაფერი არ ხდებოდა, რაღაც უერთი იგივე რაღაც ხდებოდა, რაც ხდებოდა. და ვარდების რევოლუციის შემდეგ თქვენი პოდა, აი ხა მე მაინტერესებს რამდენად იმოქმედებს თქვა თქვენს შემოქმედებაზე უშუალოდ ეს რევოლუცია და აი თუნდაც თქვენს უახლოეს ალბომებში შევათო რა თითო კომპოზიცია, თითო სიმღერა მაინც აი ამ რევოლუციისადმი მიწყვნილ რაღაც თემაზე. გასაგებია შეკითხვა, აჩიკო. პასუხი. ხო, რა ვიცი, არ ამგონია ხა. ჯერ ჩვენი მესამე ალბომი არ გამოსულა, მაგრამ რაღაც ვატყობ, რომ
ძალიან ძიმე რაღაც გამოდის. ხო და რევოლუციას ნამდვილად არ უკავშირდება და რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ახლა სიმღერები დავწეროთ ვარდების რევოლუციაზე, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. იმიტომ რომ ეს უკვე რაღაც ცოტა არ იყოს და 1-2 ნაბიჯის და მარაზმი გახდება უკვე რაღაცეები და ჯობია ყველაფერში თავშეკავებულობა და რაც გასაკეთებელი იყო ის გაკეთდა და ახლა ამაზე კიდე რაღაც თუ რაღაცა ადამიანს ვიღაცას ექნება გულწრფელი ემოცია და იქიდან გამომდინარე რაღაცა მოხდება ახლა ვიღაც არავის საშეგვიძლია რომ დაუშალოთ რაღაცაზე სიმღერა ან არ სიმღერა მაგრამ არ მგონია რომ ეს აქტუალური იყოს ახლა თქვათ რაღაც მუსიკალური და საერთოდ შეცვალოს შენი მუსიკალური რაღაც წამსი ეს გამორიცხული აბსოლუტურად. გასაგებია. მე გეტყოდი რომ ალბომი დააგვიანა ცოტა გამოსვლა, თუმცა უკვე რევოლუციამდე ალბომი უკვე მზად იყო და წავიდა დასაბეჭდად, გაუშვეს დასაბეჭდად. იქ ერთ-ერთი სიმღერა არის ჩემი და მაია დარსმელიძის სიმღერა, რომელიც პროტესტის ნიშნად იყო ძალიან წყნარად, არანაირი ყვირილის და გამოსვლების და რეკლამის გარეშე აბსოლუტურად არის დისკში და იმას ვინც მოისმენს, იმას გაიგებს. ეს იყო მანამ სანამ საერთოდ რევოლუცია მოხდება. რევოლუციის სიმღერის დაწერას და მართლა არც ფიქრობდა არცა. იგივე ის სიმღერა, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, აი სტეფანემ რო სიმღერა გააკეთა, ეს იყო ახალი დღის რაღაც, აი არა მხარდასაჭერი, იმიტომ რომ რევოლუციის შემდეგ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ადამიანმა რომელმაც გაიმარჯვა ის იყო უკვე ერთადერთი კანდიდატი პრეზიდენტობის რა და უკვე გარკვეული საკითხი იყო აქედან გამომდინარე იმის არანაირი რეკლამა და მხარდაჭერა იმ პერიოდში მაშინ არ ჭირდებოდა მით უმეტეს ძალიან ბევრი რამ მოხდა მანამდე და გარკვეული იყო ყველაფერი ეს ასე ვთქვათ ერთადერთი ის არის რომ ძალიან კარგი ფაქტია ის რომ ცვლილებისკენ წავიდა მე მგონი რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომლითაც სრულიად საქართველოს უმრავლესობა ყოველ შემთხვევისთვის ძალიან ბევრი ამაყობს ამითი, რომ ყავს რაღაც ესეთი კარგი პრეზიდენტი და რაღაც კარგი მომავლისკენ მივდივართ და იქიდან გამომდინარე რამდენადაც კარგად იქნება ხალხი, იმდენად კარგად იქნება ყოველთვის მუსიკოსი და მომღერალი რა. ეს არის დამოკიდებული ამაზე ყოველთვის. რაც უფრო კარგად იქნება ქვეყანა, ეკონომიურად იქნება თუ როგორც იქნება, ყველანაირად რაც უფრო კარგად იქნება, მით უკეთესად იქნება ყველა შემსრულებელი და მე მგონი ესეა რა. თუ რამე სათქმელი იქნება კიდე აგერ აჩიკოს გამოვა და ძალიან მოკლედ იმიტომ საშას ჯერჯერობით არ დავუსვამ. ჩვენ დღეს საუბრობთ ჩვენ ცხოვრების საკმაოდ აქტიურ სფეროებზე, ნებით უნებლიეთ, არ ვიცი ასია, პოლიტიკა და შოუ-ბიზნესი. ნუ განვიხილეთ რაღაც მაგალითები და მაინტერესებს აი თითოეულის აზრი. აი როგორი თანაცხოვრება უნდა ჰქონდეს, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ამ ორ სფეროს ერთმანეთთან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აი ეს საარჩევნო კამპანიები იწყება. აი ამ ყოველივეს შემდეგ რაღაცნაირი შეფასება რო ძალიან მოკლე პასუხს გაგცემთ თავარი ეს ერთ-ერთი რაღაცა ჩემთვის შენ პრინციპებთან კონფლიქტში არ უნდა მოდიოდეს არასდროს ურთიერთობა არც ერთ ადამიანთან და მით უმეტეს პოლიტიკოსთან თუ შენ პრინციპებთან კონფლიქტში მოდის ესე იგი შენ არასწორი ხარ და შენ თავს ატყუებ რაღაცეებით აი ეს არის ჩემი გახაბერ ძალიან მოკლე კომენტარი აქვს მე ვიტყვი მეორეს ძალიან კარგი აზრი დააფიქსირე. მე ვიტყვი მეორეს, აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ არის იმისი, რომ პოლიტიკური პარტიის სარეკლამოდ ეს მომღერლებმა ირბინონ აქეთ-იქით და იმღერონ. ეს ხდება იმის შემდეგ, როცა პოლიტიკური პარტია იმარჯვებს და ის ჩუქნის უკვე გართობას თუ კონცერტს თუ რაღაცას, ეს ყველგან ესე ხდება და არა მანამდე. ანუ შოუ. ანუ ხო, ჩვეულებრივად შოუ გამარჯვების შემდეგ. და რაღაც ნათელი. მანამდე ის კი არა რომ მომღერლებმა უნდა იარონ და იმღერონ და რაღაცა ხო სხვადასხვა რეგიონებში. არამედ პოლიტიკოსებმა უნდა იარონ და გაარკვიონ ის საკითხი, რას პირდება ხალხს. აქედან გამომდინარე აირჩიონ ეს პოლიტიკური პარტია. მეერე გაუკეთოს უკვე საჩუქარი ამ პოლიტიკურმა პარტიამ და არა ის რომ მე არ ვთვლი იმას რომ აი ცოტა არასწორი ფორმა იყო რა, საერთოდ ყველაფერი პირიქით იყო და მე ვფიქრობ რომ იმედი მაქვს რომ დაალაგდება, იმიტომ რომ ეს ხდება ყოველთვის პირიქით რა. გასაგებია. ბატონჯო. იცით სიმღერებში ისევე როგორც ჩვენი ცხოვრების ყოფაში სხვადასხვა დამოკიდებულებაა პოზიციის გამოხატვისა, ხო მართალია? აი ხა ძალიან ბევრი გვესმის, ხო? აი კონტრრევოლუცია იქნება ან არ იქნება, რატო უნდა იყოს ვერ გავიგე. რატომ როგორ შეიძლება ნორმალურმა მოქალაქემ ილაპარაკოს ისე რომ აი ახლა ყველაფერი რაღაცნაირად კიდე ღმერთმა დაგვიფაროს ხო მართალია იმიტომ რომ ჩვენ დავიღალეთ ჩვენ გვინდა სიმშვიდე გვინდა ბედნიერი ცხოვრება და რა ხალხი ვზივართ აგერ მეორე
არის ღია თქვათ გამოხატულება შენი პოზიციისა. მაგრამ არის გამოხატულება შენი პოზიციისა ისეთი რომ ხალხს თუ გნებავ ჩვენ სამეგობროს აძლევ ლამაზი მომავლის იმედს. ეხლა მე მაგალითად ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი ხალხი უფრო დავამშვიდო. და ისე გამოვხატო ჩემი ცხოვრების გაჭირვება, არა ის რომ ეს რა გვიქნეს, დედა გვიტირეს, ნაჯახები თავში გვირტყეს, არამედ ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები. ისე კი არა როგორც ცუდად ცხოვრობთ, არამედ გიხაროთ საქართველოს ბედნიერი მომავალი. ან გამარჯობა ჩემი თბილის ქალაქო, თუ პოლიტიკაზე ელაპარაკი, ეს სიმღერებიც პოლიტიკურია ხო მართალია და უამრავი სხვა სიმღერა. მე ვთვლი რომ ჩვენ უნდა ერთად თელმა ქვეყანამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავაშენოთ ბედნიერი ქვეყანა. ერთი პრეზიდენტით და მინისტრთა კაბინეტით ქვეყანა ბედნიერი ვერ გახდება. თითეული მოქალაქის ღვაწლის, ყველა პროფესიის ადამიანის. და მე ყოველთვის ვიდგები ჩემი სახელმწიფოს გვერდით. მადლობთ ბატონ ჯემალ, შემდეგ შეკითხვა ნიკო ნერგაძე 24 საათი. თქვენ ახსენეთ რომ გიხაროდენ ორი პრინციპში თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ გახდა პარტიის სიმნი. თუ არ ვწდები. თქვენ ახსენეთ რომ არტიმედის მოწყობილ მოქალაქეთა კავშირის კონცერტის მხარდასაჭერ კონცერტზე ავებენიმეც გამოხვედით. მე მაინტერესებს სად გადის ზღვარი, ანუ თქვათ რომ გადაწყვიტოს ლეიბორისტულმა პარტიამ, ან არ ვიცი, ისე მოვიტანა მძლებელმა თქვათ თქვენი სიმღერის საკუთარ ჰიმნად გახდა. ან არტიმედმა გითხრათ რომ წადით და ეხლა ირნასარიშვილს დაუჭირეთ მხარი. ალბათ მე მგონი არ დაეთანხმებით, მაგრამ სად გადის ზღვარი, როდის შეიძლება რომ წახვიდეთ მოქალაქეების კონცერტზე და არ შეიძლება რომ ვიღაც ხისაზე წახვიდეთ. ძალიან საინტერესო შეკითხვა ნიკო. მე ვუპასუხო თუ გახარ. იცით რა, ცოტა სხვადასხვა არტიმედმა შეიძლება უთხრას, წადით და იქ იმღერე, იმიტომ რომ არტიმედში მუშაობენ მომღერლები და მე არ მგონია რომ ბრმათად შეიძლება კაცი მივიდეს და იმღეროს იქ, სადაც მას არ ჭირდება. აუცილებელი არ არის პარტია, შეიძლება აი დარბაზში არ იმღეროს, თუ ცუდი აკუსტიკა ან თოვს, ხო მართალია. ეხლა რაც შეეხება თქვენ მითხარით ლეიბორისტულმა პარტიამ შენი სიმღერა იმღეროს, ცოტა სხვა თემაა, იცით თქვენ არა, მე პრინციპზე მქონდა საუბარი რომ ბლოკი ახალი საქართველოსთვის რომელიც იყო სხვა რამ იყო. კარგი იყო ბლოკი ახალი საქართველოსთვის ხარ სუჭერდი. ახსენი რა სიტუაცია იყო და ალბათ მე მომიწევს თქვენთვის სხვა დროს ამ ყველაფერს. აუგებარია, დღემდე ჩვენ ვიცოდით და საზოგადოება მიცოდა, გიხაროდან ერთი და გიხაროდან ორი იყო. თქვენ დაარქვით და მომეწევს. ხო, ნუ ეს პირობითად დავარქვით. იმიტომ თავის იყო სიმღერას ორივე იყო პოლიტიკური რეკლამა კონკრეტული და მაშინდელი ხელისუფლების როგორ არ იყო, როდესაც ტრიალებდა პოლიტიკურ რეკლამას. ბატონ ჯემალ, კლიპის ჩვენების დროსაც ეწერებოდა რომ ეს არის პოლიტიკური რეკლამა და თქვენ ხო მე გიმეორებთ, მე რატო უნდა გითხრათ ტყუილი, ვერ გავიგე. ჯერ ერთი მტერმა გითხრათ ტყუილი და მეორე კიდე მე არ მჩვევია ეს, ხო? მე გიმეორებთ რომ სიმღერა ახალ საქართველოს არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო. საქმე იმაშია რომ გამოიყვანოს. ერთმანეთს დააცალეთ. რა ხარ რაღაცა ვერ გავიგე, ამიტომ კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას რომ თქვი და თქვენ ვერ გაიგეთ. ამის შესახებ ვერ ვიცოდა, მაგრამ ახლა განცხადება გამეკეთებინა რაღაცა პროტესტები და რაღაცა არა ვარ ახლა მაგის კაცი. ნიკო, გაიგე. სხვა პარტიამ რომელიც თქვა არ იქნება ბლოკი ახალი საქართველოსთვის, რომელიც იმედი არც მაშინ მოგწონდა და არც ახლა მოგწონთ, არ ვიცი თქვენი პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ცხადი იყო რომ მაშინ ეს არ იყო კარგი ბლოკი, ასე თუ ვთქვათ, და აიღოს თქვენი რომელიღაცა სიმღერა, ხმას არ ამოიღებთ? არა, როგორ არ ამოვიღებთ? და მაშინ რატომ არ ამოიღებთ? თქვენი სიმღერა. გეთქვათ რომ ეს არ არის პოლიტიკური მე დღეს აგიხსენით არაერთხელ. ბატონ ჯემალ, ეს ხო ძალიან ელემენტარულია. თქვენ იგივე საავტორო უფლების დარღვევა იყო, თუ თქვენ ნებართვის გარეშე იქნა ეს გამოყენებული. იმიტომ თქვენი სიმღერა იყო. გვაქვს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვა? ჯემალ, მე თქვენს ადვოკატად არ აღისთავების. მე მინდა ერთ რამეს გაესვას, ხაზე ეს იყო სახელმწიფო ბლოკი, რომელიც მართავდა ქვეყანას და მე მგონი ხა არც ერთ მუსიკოსს რო დაუკვეთოს თქვა იგივე დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰიმნი და არ უნდოდეს, მე მგონი მის წინააღმდეგ ვერ წავა. და გთხოვთ ამასაც გავაკეთოთ. არა, ნუ თუ საკმარისი არ იყო. ხადია, უკაცრავად დიდი ბოდიში აჩიკომ თქვა რომ უკაცრავად რეზო ძალიან ხო როცა ვსაუბრობ მომისმინე.
აჟიკომ თქვა რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება სახელმწიფო პარტიას უარი უთხრა. რომ მოვიდეს ჩემთან ხელისუფლება და ჰიმნი დაწერო, მე რო არ მინდოდეს, შეგონი რომ დავწერ? არ გინდა. შენ რო ქონდეს Sony Records-თან, ხო? ხო. მაშინ დააწერ. დააწერ. Sony Records-თან არ მქონდეს. კონტრაქტი რო ქონდეს და Sony Records მოვიდა შეკვეთა, რომ შენ უნდა გააკეთო, აი ვეში რა. ეს არის ვერ გავიგე რა შუაში Sony Records-ი. აქ არა, აქ ამის სხვადასხვა არის. აღიარო, ეს არის. შენ როგორ საუბრია? თუმცა შემოსავლის წყაროც არ არის, იმიტომ რომ ბატონ ჯემალმა აღნიშნა რომ მას თანხა არ მაშინ არის როცა შემოსავალი არის. ვინ დაბეჭდა მაშინ ის ალბომები, დისკები, საკმაოდ ძვირი სიამნებაა თან ასეთი ტირაჟით, რომელიც ქალაქში რიგდება, ვინ დაბეჭდა თუ აი აქიდან, ანუ ამ სიმღერას დაფინანსებული ალბომი. სიტუაციას, აქედან გამომდინარე ხა აჭკო, რომ ინდივიდუალურად ამას შეუძლია აბსოლუტურად უარი განაცხადოს, იმიტომ რომ დღეს ეს არ არის. არა, მე რას ვიძახი, იცი რომ არ არის აქსიომა, ეგეთი რაღაც ვერა ვიღებთ, რომ აპრიორი თუ მოდის ხელისუფალი და გონება რაღაც გააკეთე, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის შეურაცხყოფელი იქნება, რომ ადამიანურია, იცი შენ როცა ოჯახიდან და კარგი ხელფას გიხდიან, რაღაც ჩემი პოლიტიკური აღსაგებია, მაგრამ ისტორიაში არსებობს გარსია ლორკა, რომელიც ხელისუფლებას მაგის გამო არ უნდა რეზო. არა, ნუ ახლა მას შეიძლება ანუ კი არ დახრიტა, დაბრიდა. არა, დახრიტაზე არ არის. სიტყვაზე ხა აქ მე ბატონო ჯემალმა ახსნა და იქ რაღაც ნიუანსები იყო ეთყობა და სალკე სალაპარაკო, ეხლა მე არ ვიცი. არა ვართ ეხლა ამისთვის. მე რო დავინახო სიტყვაზე, ჩემი სიმღერა რო წავიდეს ეხლა, რო წავიდეს ჩემი სიმღერა. ხათია, თუ რამის თქვა და მიკროფონზე არ არის საუბარი, მე ყოველს თავისი არჩევანი აქვს, უბრალოდ კითხვა დავსვი, რომ სად გადის ზღვარი. რომ როდესაც ვიღაცა ერთი გიკვეთს და მეორე გიკვეთს, რატო შეიძლება რომ იმას გავუკეთო და ამას არ. ანუ როდესაც ახალი საქართველოსთვის იღებს ბატონ ჯემალზე მაგ ხასაუბარი. იმისთვის შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არის სიამოვნოს ადამიანს და ვიღაც სხვა როშვება, ამისთვის მარტო ის რომ ის სახელმწიფო მაგალითად სახელმწიფო ბლოკია. მე გამოვედი კონცერტზე, ხო, ამაზე იყო საუბარი. ეს ჩვეულებრივი. არა, გამკითხავი თვითონ არ მეთქოს, უბრალოდ მაინტერესებს რომ ყველა კონცერტზე ესე გამოხვალ თუ როგორ იწეს. ანუ უფრო კონკრეტულად ეს არის მორალური ფაქტორი თუ მეგობრული. ის უკვე ვისაუბრეთ იმ თემაზე, რომ ზღვარი იყო ის, რომ მე რო ვნახე აღორძინების გამოსვლა, ანუ ცოტნე ბაკურიას და ვიღაცების გამოსვლები ამ ავტობუსით, ეს იყო ზღვარი ჩემთვის, გაიგე რომ მე ფიზიკურად ვერც მივიდო, ვერც დავდგებოდი, ვერც სიტყვას ვერ ვიტყოდი და პირიქით შეიძლება წინააღმდეგიც ვიყავი. ხვდები და მეორე მომენტია ის ახლა მე იქ ავედი ტაში წამოვედი ეს ჩვეულებრივი კომპანიას დააკვეთა ქონდა წავედი არა ერთი რაღაცა ეხლა ისეთი რაღაცები ხდება რომ მე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან გახარებული ვარ რომ რატომღაც რაღაც კომპანიაში არა ვარ იმიტომ ეხლა რომ დამირეკოს ვიღაცამ და მითხრას რომ წავი ხა იმ კონცერტზე ჩქარა იმღე არა მე მესმის შენი რაღაცით გახარებული არა კი რაღაც გახარებული არა ვარ რაღაცით კი რაღაცით არ იქნება აუცილებლად იმიტომ რომ მე არის ვალდებულება რა ესე იგი ვალდებულება და ალბათ რაღაც მომენტში ის ვალდებულება გაქვს და აკეთებ მაგრამ მე უბრალოდ აღვნიშნე რომ მე ძალიან მიხარია რომ მაგ კომპანიაში არა ვარ იმიტომ რომ ნუ ხო ხედავთ შემწუხდი უცებ ისე მოყვა რომ შემწუხდი რა შემწუხდი არა არ არის ეგეთი შესაძლებელი მაგრამ მე ძალიან მიხარია პირიქით რომ არ ამ კომპანიაში მართლა ეგრე მოყვა ხან უღა გიხარია არა ისე მოყვა რომ დავაიყვა კონცერტზე გაიქეცი რა ეს არ არის ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა თქვენ ეთყობა არ ქონიათ კონტრაქტთან საქმე თქვენ არ ქონიათ კომპანიასთან საქმე შენ შეგიძლია რამოდენიმეჯერ უარი განაცხადო თუმცა მე ვამბობ იმ ფაქტს რომ მე უარი არ განაცხადე ამ კონცერტზე გასასვლელად შეგიძლია ესე თან დაკავშირებით იმდენად არის რომ ჩემთვის ეწერა და სახელი შეიცვალა მარტო იმიტომ რომ პრინცი რო ერქვა ადრე მე სხვა სახელი და ეხლა ისე პრინცი რო ქვია სწორედ მაგის გამო მონა ეწერა ლოყაზე 2 წელიწადი და სახელი შეიცვალა რომ Sony Records-თან რაღაც არა მაგაზე არ არის საუბარი ძალიან შორს წავედი ძალიან ვიკლია შემთხვევით საქართველოს და რაც შეეხება იმას რომ ამ კონცერტზე მე ვარი არ განმეცხადები ამ კონცერტზე იმიტომ რომ მე არ თვლიდი რომ ჩემი გამოსვლა ან იმდენად მნიშვნელოვანი იყო ან არ იყო მნიშვნელოვანი ხვდებით აქედან გამომდინარე თუ შეიძლება დიდი ბოდიში საშას არ დაუსვამს ჯერჯერობით შეკითხვა ამიტომ საშა და შეიძლება ეხა კომპანია ცუდია თუ კარგია ეხა ჩემთვის კარგია და სხვისთვის შეიძლება არ ვიცი შეიძლება არაცოდი კარგი დიდი მადლობა შეკითხვა შემდეგი შეკითხვა არა არაფერი საშიში აქ არ არის მე თვითონ დავთანხმდი უფრო ხმამაღლა ჩაახვალეს რა ასე რომ გიხაროდნენ ხალისობა მისებში სამშვიდობისა ზურფასწრებო საშა კაცმანი რადიო პროდიუსერი მე საერთოდ ამ გადაცემას მთლიანად უსმენდი ახლა ჩემ კოლეგებთან ჯელობასთან ერთად სხვა რა გზა მქონდა საერთოდ ხმას ვაძლევ ყვითელ მიკროფონს ხო და ესეთი საინტერესო აზრი მომევიდა რომ აი პირველი მოკლე კითხვა
აი სწორია დაყენება სიტყვაზე ესეთი თემის, როგორც არის პოლიტიკა და შოუ-ბიზნესი. არ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკა არის შოუ-ბიზნესი თავისთავად. პოლიტიკა არის დიდი შოუ, საერთოდ და სადაც შოუა, იქ არის ბიზნესი. იქ არის ბიზნესი და იმაზე, რომ ასე თუ ისე დიდ ბიზნესად აღარ დარჩეს, ამაზე უკვე ოქროაშვილი ზრუნავს და მე რა მაინტერესებს? აი ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან სულ ყველასთან. საინტერესო შეკლება თავისთავად რაც სხვადასხვა ეპოქების, სხვადასხვა კონცერტების თუ პოლიტიკური რეკლამების გამო და ასე შემდეგ, ანუ რაღაც მიუხედავად მე მაგალითად აჩიკოს აზრს არ დავეთანხმები, იქიდან გამომდინარე რომ იქიდან გამომდინარე რომ ზეინკალი იქნება თუ ვინც იქნება ზეინკალი, თავის ყველა პროფესიას თავისთავად თავისი ხიბლი აქვს და ყველა ხო ვერ იქნება მუსიკოსი. მაგრამ თქვენ ყველა ზეინკალი ვერ იქნება. თავისთავად, ისევე როგორც ყველა მუსიკოსი. ორი აზრი არ აქვს. მაგრამ თქვენ ხართ ცნობილი სახეები. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა. მე ეს არის სპეციფიური ასე თუ ისე ქვეყანა, მე არ მიმაჩნია რომ დიდი სურვილიც რო გქონდეს რომ ამერიკის 53 შტატი რო გავხდეთ, ვერანაირად ვერ გავხდებით და არც გვინდა, მაგრამ რამე ანუ მე აი ამ კითხვას უბრალოდ მე მაინტერესებს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ. მე მგონია რომ ასე თუ ისე რევოლუციას ამ მომენტში როცა თქვენ გამოჩნდით, ხო თქვენერი ხალხის გამოჩენა ამ რევოლუციას სიტყვაზე ძალა შემატა და მაგიტომაც მივედი, იმიტომ რომ ხარს უჭერდით რა არის ამაში გაუგება. არა, არაფერი გაუგება, არა, უბრალოდ ზეინკალთან რო ავლებ, ანუ ყველა შეუძლია რომ მივიდესო, მე ხო და რახან მე ზუსტად შენ იგივე სწახი რაც მე. ხო, ანუ ეფექტი შენი მისვლადი ვიყავი, ხო, მეტი პასუხისგებლობა მქონდა და გავიაზრე და მივედი. სხვა ეფექტი იყო, ხო? მე უბრალოდ რა მაინტერესებს, აი ჩვენ გვაქვს რეალური მაგალითი, სხვათა შორის მე კახასთან მინდოდა ესეთი კითხვა ამება და არის, თქვათ, მესამე იმიჯი თუ გაქვს მოფიქრებული სხვა დროისთვის, სხვა პოლიტიკური ძალისთვის და ასე შემდეგ. მე რაღაც კახუჩელა და კახაბერი და მესამე იმიჯი თუ გაქვს გამზადებული. არა, მაგას ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ანუ კახუჩელა ეს შერქმეული სახელი, კახაბერი არის ჩემი ნამდვილი სახელი. გასაგები პასპორტშიც კახაბერი იქნება. წერია კახაბერი, ხო? და გამომდინარე, თან ანუ შევამოკლე, ასე ვთქვათ, რომ ახაც ისკარიძე არ ყოფილიყო და რაღაც. არა, ალბათ ამას პროექტიდან გამომდინარე რომ მოისმენთ, ანუ უახლოეს დღეებში, აქედან გამომდინარე ცოტა რაღაცა ის იქნება. ჩვენ გვაქვს რეალური მაგალითი იმისა, მე მაგალითად აი ტელევიზიას დავუსვა, ესეთ კითხვას იყო მაგალითად ხუჯაძე, რეალური მაგალითი იმისა, რომ ჩაება არასწორად პოლიტიკა, ანუ ეს შეხება არ მოხდა სწორად. და უკაცრავად ერთი წამით რა შეგაწყვეტინებთ, იმიტომ რაც შეეხება პოლიტიკასთან დაკავშირებით, მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან ან აქციასთან დაკავშირებით არც მე ისეთი შეხება არ მქონია და არც ისეთი სახელი არ გამომისვლა და არც მე არ დაგაკავშირე. მე უბრალოდ პარალელი გავავლე ცვლილებასთან დაკავშირებით. არა, ცვლილებები კარგია ცხოვრებაში თუ ის წინ მიდის. და აი თქვათ ხუჯაძის მაგალითი არასწორად დაუკავშირდა, აი მე რეალური მაგალითი მომყავს. შოუ ბიზნესი არასწორად შეერწყა პოლიტიკას, ანუ დიდ შოუ ბიზნესს და მოხდა ამ მომღერლის როტაციის ფაქტიურად გაუქმება ამ ქვეყანაში. ძალიან ცუდი ფაქტი სხვა. ხო, ცუდი ფაქტი. აი როგორ აი მე აზრი მაინტერესებს თქვენი ამ ფაქტთან დაკავშირებით. დაკარგა? დაკარგა. ფაქტია. ხო. რეიტინგი დაეცა. ძალიან კარგი მომღერალია ყველამ ვიცის და ძალიან სამწუხარო ფაქტია რომ ესე მოხდა. ანუ იმდენად პოლიტიზირებულია ქვეყანა, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ამ ფაქტს, რომ მომღერლის გადასვლა ამა თუ იმ ხარეზე გამოსვლა და იქ არჩევა და მე ხა დათოს გადაწყვეტილებებს არ მინდა ხა ჩაუღრმავდე დიდად, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი ამ გამლიქიდან რომ როტაციაც დაეცა ტელევიზია ხა თუ მოთხოვნა იქნებოდა ალბათ არც როტაცია დაეცემოდა, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს რეალური ფაქტი რომ ადამიანმა საკმაოდ პოპულარულმა შოუ ბიზნესის სოციალ ბიზნესის წარმომადგენელი ფაქტიურად გავიდა ქვეყნიდან, იზოლებული გახდა, წასულიყო ქვეყნიდან. ამიტომ ამ ხელა განცხადებების გაკეთება საჭირო არ არის არც ერთი მუსიკოსისგან მე ვთვლი. ჯობი ალბათ წავიდეს. მიკროფონში. სხვა შემთხვევაში ხო, იცი რა, უნდა რაღაც არ უნდა თქვა რომ წასვლა მოგიწიოს და თუ რაღაცას იძახის, ჩვენ რაღაცას ვიღაცა რაღაცას იძახის, ისიც ვიცოდით რა შეიძლება ამას მოყოლოდა, ხო და ამ შემთხვევაში უნდა ცოდოდა დათოსაც. ანუ ყველა ადამიანმა პასუხი ჩვენ შეიძლება და ისეთ მდგომარეობაში არ მოშენილიყავით, რომ წავსულიყავით არა, მაგრამ რაღაც პრესებში მომყოლილიყავით უფრო მაგაში ვიდრე. პრესი მოყევე, აგერ პრეს. სხვათა შორის დათო ხუჯაძე ალბათ უფრო უკეთესად მოიქცა სხვებისგან განსხვავებით, ანუ ის პასუხისგებლობით წავიდა რა, ანუ ეს დარჩა მასთან და არ შეიცვალა.
არ შეიცვალა. ბატონ ჯემალ, თქვენთან მაქვს შეკითხვა. თქვენი პოზიცია როგორც ასეთი ჩემთვის, აი სუბიექტისთვის არის გაუგებარი და შეიძლება მაყურებლისთვისაც დარჩეს გავ. თქვენი პოზიცია, პოლიტიკური აი სოფხედველობა, როგორია დღეს და როგორი იყო 7 თვის წინ? თქვენ მე არ მისმენდით? არა, საბოლოო პასუხი. არა, გაუგებარი შეიძლება თქვენთვის იყოს, მაგრამ ტელემაყურებლისთვის არ შეიძლება. თქვენ იცახით, რომ ჩემი პრეზიდენტი, მაშინ იყო თქვენი პრეზიდენტი. მე გისმინეთ, ახლა მე გპასუხობთ, ხო? ჩემი პოზიცია არის ჩემი ქვეყანა და ჩემი სახელმწიფო. და მე ყოველთვის ვიდგები ჩემი ქვეყნის გვერდით, ჩემი ხალხის გვერდით. ერთი წუთი უკაცრავად. თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენ ემორჩილებით თქვენს ხელისუფლებას, ხო? მე არ მithქვავს, რომ მე არავის არ ვემორჩილები, საკუთარ შვილს. თუმცა თქვენ მხარს უჭერთ თქვენს აი მხარს ხელისუფლებას. უჭერ სხვა არის გენაცვალე და ვემორჩილები არის. გასაგებია, დაახლოებით ერთმანეთს შეიძლება ეს მოერგოს. თანადგომა და დამორჩილება არის აბსოლუტურად. მოკლედ, იყოს ნება თქვენი, თქვენ მხარს უჭერთ არსებულ ხელისუფლებას. ანუ თქვენ მხარს უჭერთ ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც შეიძლება მე იყოს. ავირჩევ რა. თქვენ აირჩიეთ ეს ხელისუფლება დღეს. მე თუ ხმა მივეცი ესე ანუ თქვენი არჩეულია. მე თუ ხმა მივეცი, ჩემმა ოჯახმა თუ ხმა მიცა, ხომ ერთად ესე იგი ხელისუფლება არის ჩემი არჩეული და მე სრულებ არ მჭირდება დივიდენდები რა, ამისოთ რომ რაღაცა ბოლოს ერთი ასოციაციები თუ ციაციები და ბოლოს ერთი კითხვა. შევარდნაძის ბლოგს თუ მიეცით ხმა ნოემბრის არჩევნებზე? რატო უნდა მიმეცა? როდესაც არსებობდა გიხაროდენ ორი? თქვენ გარკვეულ ამ ელექტორატის გარკვეულ ნაწილს თქვენმა გამოიყენეს გეთახმებით, ვიცი? მაგრამ ხმა მიაცემინა მათ. თქვენ რეკლამა გაუკეთეთ იმ პროდუქციას, რომელსაც თქვენ თვითონ არ მიირთმეთ? არა, ჩვენ ამისთვის ვარ დღეს. პოლიტიკა და შოუ. მე ხო ბავშვი არა ვარ, მე ერთი იგივეს გიპასუხებთ ყოველთვის, ხომ ერთელია. ხმა ვის მივეცი და ხმა რატომ მივეცი, ეს ჩემი პრობლემაა, ხომ ერთელია. მაგრამ მე თქვენ გითხარით, რომ მე უკვე არც ერთ კრუიში არ ყოფილა, რაც შეეხება იმ ბლოგს. მე ამით თავს კი არ ვიქებ. შეიძლება არც ეს უნდა მეთქვა, მაგრამ იძულებული ვარ რაღაცები მაინც გითხრათ, ხომ ერთელია. სიმღერა მოგწონთ? კი. აი თუ სიმღერამ ხალხი მიიყვანა ურნებთან, ესე იგი ძალიან კაი სიმღერაა. კი, მაგრამ ხო ეს თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ ანუ იმ სიმღერაზე, რომელიც იყო ამ სიმღერა არის ძალიან მაგარი. სიმღერა გეთანხმებით, ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმღერა შრომითი ბიოგრაფია ზეინკლუბი დაუწია. იმისა, რომ შეიძლება ამ სიმღერამ დათური სამსახური გაუწია ზოგიერთ. ვის? და ბოლო შეკითხვა. არა, ეს თქვენი აზრია თუ ხალხის? საზოგადოების დაგვერდეთ, რომ საზოგადოებაში არის ნაწილი, არის დიდი ნაწილი. და ბოლო კითხვა, 4 წლის, არჩევნები როდესაც იქნება მომდევნო. თქვენ დღევანდელ სახელმწიფო ბლოგს თუ დაუწერდით მსგავსი, თუ მისცემდით იმ რომელიმე სიმღერას. გიხაროდეთ 3 თუ შეიძლება ჩვენ მივიღოთ. იცით, ვიცხოვროთ რა 4 წელი და ანუ შეიძლება თქვენ ამას უშვებთ, რომ აი ეს თქვენი პოზიცია. რატო არ უშვებ? ვერ გავიგე. მე ვარ მოქმედი კომპოზიტორი. და შემდეგ ისევ აი ესე რა მთავრობაც რა აზროვნების რაღაცა პირობებს მოგივინებ. გეკითხები. მე 4 წელი ვიქნები ამ ქვეყანაზე თუ არა ცოცხალი, მე არ ვიცი. მე თქო დაგიფარდო. ხო და მაგაზია ლაპარაკი. 4 წელიწადზე ვილაპარაკოთ 3 წელიწად ნახევრის შემდეგ მაინც, ხომ მართლა. გასაგებია, მე მგონია შეკითხვა ჩვენ უკვე გავარკვიეთ. აი მე მესმის რომ ჩვენ დღეს ესე აკული პირა так сказать, бедный несчастный ну არ არის რა. თემა ვერ გაიცნო მე ძალიან გეთანხმები თქვენ რომ საქართველოს ის ქვეყანა არ არის, სადაც შეიძლება პოლიტიკა, შოუ ბიზნესი, იმიტომ რომ შოუ ბიზნესი არ არსებობს, მე ეს კარგად ვიცი. რატომ არ არსებობს გეტყვით? იმიტომ რომ ბიზნესში მოაქვს მოგება. და როცა ბიზნესს მოგება არ მოაქვს, ის ბიზნესი აღარ არის, არის მარტო შოუ, ხო? პოლიტიკა, სიმღერა, რაღაცა, ეს ყველაფერი არის ძალიან ისე. მე რა მინდა იცით მხოლოდ ძალიან, აი ერთად დავსხდეთ სადმე, მე თქვენს იდეას ვეთანხმები ძალიან. ერთად დავსხდეთ და შემოქმედებაზე ვისაუბროთ რა. აი მე თქვენთან ერთად და რაღაცა ინტერვიუ გავაკეთოთ ისეთი, რომელიც ყველგან გამოქვეყნდება, ყველგან იქნება, რომ მოგეწონება თქვენ თუ არ მოგეწონებათ. ვილაპარაკოთ რაღაც კეთილთვისებებზე და არა 9 ჯერ დაუბრუნდეთ იმ თემას, მე თურმე თავი უნდა მოვიკლა, რომ სიმღერა დავწერე და შევარდნაძის პარტიამ ვერ მოიგო, ვერც მოიგებდა. მე გითხარით სექტემბერში მე ვიცოდი, რაც მოხდებოდა რა. ძალიან დიდი მადლობა. ამ სიტყვაში ნუ გამოვიკიდებით ჯემალ სეფიაშვილი ვარ. კახა და აგერ აჩიკოა ჩვენ ბევრი სიკეთე გაკეთებული ხალხისთვის და კიდევ ძალიან ბევრს გავაკეთებთ.
დიდი მადლობა. აი ეს ერთ სიტყვაზე გამოკიდება არ არის რა, არ ჟურნალისტური ეთიკა, არც ხელოვანი ხალხის ეთიკა. დიდი მადლობა. ლალის დიდი ხანია მთხოვს რაღაც რეპლიკა მაქვს ასეთი, რატომღაც ჩვენ საუბრობთ შოუ-ბიზნესზე და პოლიტიკაზე და წინა პლანზე წამოვიდა რატომღაც ზეინკლის თემა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიცი ერთი, რომ ბატონ ჯემალის შრომითი ბიოგრაფია დაიწყო ზეინკლობით. ის მართლაც მე არ ვიცი რომელი ხარისხის ზეინკალი იყო, მაგრამ იყო რეალურად ზეინკალი. თუ იცოდი. ძალიან დიდი მადლობა. და ამის გარდა ერთი ბოლო კითხვა, ძალიან მოკლედ, ძალიან მოკლედ რო აღარჩევ. ცოტა ხნის წინ ჩატარდა რესპუბლიკის მოედანზე და აი აქ მსხდომი ორი ადამიანი, ვერც ბატონი კახაბერი და ვერც აჩიკო, მწვანე ოთახი ვერ ვიხილეთ. რატომ? რესპუბლიკის მოედანზე საუბარი. ძალიან მოკლედ აჩიკო თუ შეიძლება ძალიან ცოტა დრო რჩება. ძალიან მოკლედ ვიტყვი, იმიტომ არ გამოვედით, რომ ჩვენ ჩავაწერეთ კონცერტი ბათუმში ისე როგორც ყოველთვის ჩვენი ინიციატივით და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წავედით, რომ გვეზე იმაის დღე და უნდა მოხდარიყო იგივე აქ და მე ფორმატი შეიცვალა რაღაც ბევრი ფონოგრამა მოხდა აქ და ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა იმ კონცერტზე მონაწილეობა, სადაც კიდე ფონოგრამით გამოვიდოდა ხალხი და უბრალოდ ეს იყო მიზეზი მეტი. კარგი, აჩიკო მადლობა. ხო, მე ვეჭვობ, რომ ალბათ არტიმედთან დაკავშირებით იყო, რომ არ უნდათ ალბათ არტიმედის მონაწილეობა, თუმცა არ უკითხავთ იქ მღერიან ცოცხლად თუ მკვდარი ხალხია, თუ აქვთ თუ არა მაგის შესაძლებლობა, პროგრამა აქვთ თუ რაღაცა, იმიტომ რომ ელემენტარულად შეიძლებოდა რომ ეკითხათ რა, ჩემთვის და ისევ როგორც მე ბათუმში ვიყავი, არ დაეშალათ და ასევე გამოსულიყავი მე მაგ კონცერტზე, ან რაღაცა გადაწყვეტა. თითქოს იყო შეთავაზება, მაგრამ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ცოცხალი ჯგუფი საინტერესო არ ყოფილა მაგ კონცერტზე. რესპუბლიკის ძალიან უკაცრავად ხაზია ჩვენ გადაცემის დრო ამოიწურა. რესპუბლიკის მოედანი 3 დღის წინ ხო ცოცხალი კონცერტი იყო და იქ მაგას ვიძახი მე ხო მე ნაწილი იყო ცოცხალი, ნაწილი არა. ეს არანაირ პოლიტიკურ, უბრალოდ პროფესიული მუსიკალური ახირება, რომ ჩვენ არ გვინდოდა გამოსვლა იმ კონცერტზე, სადაც იქნებოდა ფონოგრამა და არ გამოვიდა. ანუ იგივე მომენტია შეიძლება იქნება. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ბატონო ჯემალმა აღნიშნა ამ საუბარს შეიძლება შემდგომ სხვა ინტერვიუც დაჭირდეს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, მე მგონი დღევანდელი თემა ჩვენ საკმარისად ამოვწურეთ, დღეს საუბრობდით თემაზე, შოუ-ბიზნესი და პოლიტიკა. დასკვნები კი მაყურებელმა ალბათ თავადვე უნდა გააკეთოს. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს სტუდიაში მობრძანებისათვის, დიდი მადლობა ჩვენ ჟურნალისტებსაც, დიდი მადლობა მაყურებლებს, ყველას ვინც გვიყურებდა, შევხვდებით მომავალ შაბათს გადაცემაში პრესპრესი.